1972 წლის სექტემბრის 27 დღეს, როდესაც ვასილ მჟავანაძე თავის კაბინეტში ჩვეულებრივ დილას იწყებდა, კარზე დაკაკუნებამ მისი ცხოვრების ბოლო თავი გახსნა. კარში შემოსული კურიერი არ იყო ჩვეულებრივი მოხელე, ის მოსკოვიდან იყო გამოგზავნილი, ხელში კონვერტით, რომელიც 20 წლის აბსოლუტური ხელისუფლების დასასრულს ნიშნავდა. ამ კონვერტში იყო დოსიე, რომელსაც კოდური სახელი ჰქონდა ობიექტი ნომერი 0552 დოსიე, რომელიც შეიცავდა ისეთ ინფორმაციას, რომ თავად კგბ-ს უმაღლესი ოფიცრებიც კი არ იცნობდნენ მის სრულ შინაარსს. რა იყო ამ დოსიეში? ვინ აგროვებდა ამ მასალებს 20 წლის განმავლობაში? რატომ სწორედ ახლა, როდესაც მჟავანაძე თავს უძლეველად გრძნობდა, გადაწყვიტა მოსკოვმა მისი დამხობა? და ყველაზე მთავარი, ვინ იყო ის ადამიანი მის უახლოეს წრეში, ვინც ყველაფერს აწვდიდა მოსკოვს? საქართველოს პირველი მდივანი 20 წლის განმავლობაში იყო არა უბრალოდ პოლიტიკური ლიდერი, არამედ იმპერატორი, რომელსაც საკუთარი კარი ჰქონდა, საკუთარი წესები და საკუთარი სამართალი. მისი სახელის ხსენებაზე თბილისის ქუჩებში ხალხი ჩუმდებოდა, მისი ბრძანებით ადამიანები ქრებოდნენ ღამის სიბნელეში, მისი კურთხევით ხდებოდა ყველაფერი, ბიზნესიდან დაწყებული, პოლიტიკური კარიერით დამთავრებული. მაგრამ 20 წლის განმავლობაში ვიღაც აგროვებდა ფაქტებს, აფიქსირებდა დეტალებს, იწერდა თარიღებს და ადგილებს. ვიღაც, ვინც იცოდა, რომ ერთ დღეს ეს ყველაფერი დასჭირდებოდა. ვიღაც, ვინც ელოდა სწორ მომენტს. დოსიეში იყო ფოტოები, არა ოფიციალური, არამედ ფარული გადაღებები, რომლებიც აჩვენებდა ისეთ ცხოვრებას, რომელიც საბჭოთა ლიდერს არ შეეფერებოდა. იყო ჩანაწერები საუბრებისა, რომლებიც ჩატარებული იყო იმ ადამიანებთან, ვინც ოფიციალურად არ არსებობდა საბჭოთა სისტემაში, ჩრდილოვანი ბიზნესმენები, კავშირები კრიმინალურ სამყაროსთან, ფულის ნაკადები, რომლებიც მიდიოდა უცნობი მიმართულებით. იყო სიები ძვირფასი ნივთებისა, რომლებიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო მოპოვებული ლეგალურად, ბრილიანტები, ოქრო, უცხოური ვალუტა, ანტიკვარიატი. მაგრამ ყველაზე საშიში იყო ის, რაც არ იყო დაწერილი, ის, რაზეც მხოლოდ მინიშნებები იყო, ის, რაც იმდენად საშიში იყო, რომ თავად კგბ-ს ოფიცრებიც ფრთხილად ლაპარაკობდნენ ამაზე. ვინ აგროვებდა ამ მასალებს? როგორ შეძლო ვიღაცამ 20 წლის განმავლობაში დაეფიქსირებინა ყველაფერი, რაც ხდებოდა მჟავანაძის გარშემო? ვინ იყო ის ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ცდომა ყველაზე ინტიმურ დეტალებზე, ყველაზე საიდუმლო შეხვედრებზე, ყველაზე საშიშ საიდუმლოებებზე? და რატომ სწორედ ახლა 1972 წელს გადაწყვიტა მოსკოვმა ამ დოსიეს გამოყენება? რა შეიცვალა? რა მოხდა იმ დღეებში, რომ 20 წლის განმავლობაში შეგროვებული მასალები უცებ გახდა იარაღი, რომელიც მიმართული იყო მჟავანაძის წინააღმდეგ? მაგრამ ყველაზე საინტერესო კითხვა სხვა, როგორ რეაგირებდა თავად მჟავანაძე, როდესაც მიხვდა, რომ ყველაფერი დასრულდა? როგორ გრძნობდა თავს ადამიანი, რომელიც 20 წლის განმავლობაში იყო ღმერთი საკუთარ რესპუბლიკაში, როდესაც უცებ აღმოაჩინა, რომ მისი ყველა საიდუმლო ცნობილი იყო, მისი ყველა ნაბიჯი დაფიქსირებული იყო, მისი ყველა სისუსტე გამოვლენილი იყო. ვინ იყო ის ადამიანი, ვისაც ისენდობოდა ყველაზე მეტად და ვინც აღმოჩნდა მოღალატე? და რა მოხდა იმ ადამიანებთან, ვინც იცოდა ძალიან ბევრი? ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ინგრევა იმპერია ერთ დღეში. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ღმერთი ჩვეულებრივ ადამიანად რამდენიმე საათში. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ძალაუფლება, როდესაც ის გადაწყვეტს შენს განადგურებას. და ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ რა ფასი აქვს 20 წლის აბსოლუტურ ხელისუფლებას, როდესაც ის მთავრდება. 1942 წელს, როდესაც ვასილ მჟავანაძე დაინიშნა საქართველოს კომუნისტური პარტიის პირველ მდივნად, ის იყო 42 წლის ენერგიული, ამბიციური და ძალიან ჭკვიანი ადამიანი. მას ჰქონდა იდეალური ბიოგრაფია, საბჭოთა სისტემისთვის გლეხური წარმოშობა, პარტიული სკოლა, მუშაობა კგბ-ში, ერთგულება სტალინის მიმართ. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, მას ჰქონდა უნარი, რომელიც იშვიათად შეხვდებოდა საბჭოთა ბიუროკრატებში, ის იცოდა, როგორ ეთამაშა ძალაუფლების თამაში. ის იცოდა, როდის უნდა დაელოდა, როდის უნდა დაეხია, როდის უნდა დაერტყა. და ის იცოდა, ვინ იყო მისი მოკავშირეები და ვინ მტრები. პირველი წლები იყო ფრთხილი მანევრირების პერიოდი. მჟავანაძემ იცოდა, რომ საქართველო არ იყო ჩვეულებრივი რესპუბლიკა, აქ იყო ძლიერი კლანები, ძველი ოჯახები, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში ჰქონდათ გავლენა. აქ იყო ტრადიციები, რომლებიც უფრო ძლიერი იყო, ვიდრე პარტიული დირექტივები. აქ იყო ადამიანები, რომლებიც იცოდნენ, როგორ ეცხოვრათ ორ სამყაროში ერთდროულად, ოფიციალურ საბჭოურ და ფარულ, ტრადიციულ ქართულში. მჟავანაძემ გაიგო,
რომ ამ რესპუბლიკის მართვა მოითხოვდა არა მხოლოდ პარტიულ ძალას, არამედ გაგებას იმისა, თუ როგორ მუშაობდა ეს ფარული სამყარო. მან დაიწყო ალიანსების შექმნა. არაოფიციალური, არამედ პირადი, რომლებიც ეფუძნებოდა ურთიერთდახმარებას, ურთიერთდაფარვას, ურთიერთგამდიდრებას. მან შექმნა სისტემა, სადაც ყველა იყო დაკავშირებული ყველასთან, პარტიული ფუნქციონერები იყვნენ დაკავშირებულნი ბიზნესმენებთან, ბიზნესმენები, კგბ-ს ოფიცრებთან, კგბ-ს ოფიცრები, კრიმინალურ ავტორიტეტებთან. ეს იყო ქსელი, რომელიც ფარავდა მთელ რესპუბლიკას და ამ ქსელის ცენტრში იდგა თავად მჟავანაძე. ყველაფერი გადიოდა მის მეშვეობით, ყველაფერი საჭიროებდა მის კურთხევას, ყველაფერი იყო დამოკიდებული მის ნებაზე. მაგრამ ამ სისტემის შექმნა მოითხოვდა დათმობებს. მოითხოვდა იმას, რომ მჟავანაძე თვალს დახუჭავდა ბევრ რამეზე, კორუფციაზე, ქურდობაზე, თაღლითობაზე, ძალადობაზე. მოითხოვდა იმას, რომ ის თავად გახდებოდა ამ სისტემის ნაწილი. არა მხოლოდ მისი ხელმძღვანელი. და მჟავანაძე გააკეთა ეს არჩევანი, ის გადაწყვიტა, რომ ძალაუფლების შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე პრინციპები. გადაწყვიტა, რომ პირადი გამდიდრება იყო ლეგიტიმური ანაზღაურება იმ რისკებისთვის, რასაც ის იღებდა. გადაწყვიტა, რომ საქართველო იყო მისი პირადი ფეოდალური მამული, სადაც ის იყო ბატონი და ყველა სხვა მისი ვასალები. 1945 წლიდან 1957 წლამდე, სტალინის სიკვდილამდე, მჟავანაძე აგრძელებდა ფრთხილად მოქმედებას. მან იცოდა, რომ სტალინი აკონტროლებდა ყველაფერს, რომ ერთი არასწორი ნაბიჯი შეიძლებოდა ყოფილიყო ფატალური. მაგრამ სტალინის სიკვდილის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. დაიწყო პერიოდი, რომელსაც შემდეგ ალღოს პერიოდი უწოდეს, პერიოდი, როდესაც ძველი წესები აღარ მუშაობდა, როდესაც ახალი წესები ჯერ არ იყო შექმნილი. როდესაც ყველაფერი იყო შესაძლებელი. და მჟავანაძემ გამოიყენა ეს შესაძლებლობა სრულად. მან დაიწყო საკუთარი იმპერიის აშენება. არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური იმპერიის. მან შექმნა სქემები, რომლებიც საშუალებას აძლევდა ფულის გამოტანას ოფიციალური ეკონომიკიდან და მის გადანაწილებას იმ ადამიანებზე, ვინც იყო მისი ერთგული. მან შექმნა ქსელი საწარმოებისა, რომლებიც ოფიციალურად მუშაობდნენ სახელმწიფოსთვის, მაგრამ რეალურად აწარმოებდნენ პროდუქციას, რომელიც იყიდებოდა ჩრდილოვან ბაზარზე. მან შექმნა სისტემა, სადაც ყველა საწარმოს დირექტორი, ყველა კოლმეურნეობის თავმჯდომარე, ყველა ვაჭარი იყო დაკავშირებული მასთან პირადი ინტერესებით. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მჟავანაძემ შექმნა დაცვის სისტემა. ის იცოდა, რომ რაც უფრო მეტს აკეთებდა, მით უფრო მეტი მტერი ეყოლებოდა. ის იცოდა, რომ მოსკოვში იყვნენ ადამიანები, რომლებიც აკვირდებოდნენ მას, რომლებიც ელოდნენ შეცდომას. და ის შექმნა სისტემა, რომელიც იცავდა მას, კგბ-ს ოფიცრები, რომლებიც იყვნენ მისი პირადი ერთგულები, პარტიული ფუნქციონერები, რომლებიც იყვნენ დამოკიდებულნი მასზე, ბიზნესმენები, რომლებიც იყვნენ დაინტერესებულნი მის შენარჩუნებაში. ეს იყო სისტემა, რომელიც ფარავდა მას ყველა მხრიდან. მაგრამ ამ სისტემას ჰქონდა სისუსტე. და ეს სისუსტე იყო ის, რომ ის ეფუძნებოდა პირად ერთგულებას, არა იდეოლოგიას. ეს იყო სისტემა, სადაც ადამიანები იყვნენ ერთგულნი მჟავანაძის მიმართ არა იმიტომ, რომ სწამდათ მისი იდეები, არამედ იმიტომ, რომ ის აძლევდა მათ ფულს, ძალაუფლებას, პრივილეგიებს. და ეს ნიშნავდა, რომ როდესაც ეს ფული, ძალაუფლება და პრივილეგიები აღარ იქნებოდა, ერთგულებაც გაქრებოდა. ეს იყო სისტემა, რომელიც იყო ძლიერი მხოლოდ მანამ, სანამ მჟავანაძე იყო ძლიერი. მაგრამ რა მოხდებოდა, როდესაც ის გახდებოდა სუსტი? 1957 წლის შემდეგ, როდესაც ხრუშჩოვი მოვიდა ხელისუფლებაში, დაიწყო პერიოდი, რომელიც ცნობილია როგორც ალღო. ეს იყო დრო, როდესაც საბჭოთა კავშირი ცდილობდა დაეშორებინა თავის სტალინის რეპრესიებს, როდესაც ხალხს ეძლეოდა მეტი თავისუფლება, როდესაც ეკონომიკა ცდილობდა გახდომოდა უფრო ეფექტური. მაგრამ საქართველოში ეს ალღო მიიღო სპეციფიკური ფორმა. ეს გახდა პერიოდი, როდესაც კორუფცია და ჩრდილოვანი ეკონომიკა აყვავდა უპრეცედენტო მასშტაბებით. და ამ ყველაფრის ცენტრში იდგა ვასილ მჟავანაძე. მან გაიგო, რომ ახალი დრო მოითხოვდა ახალ მეთოდებს. აღარ იყო შესაძლებელი ის ღია რეპრესიები, რომლებიც იყო სტალინის დროს. მაგრამ ამის ნაცვლად შეიძლებოდა გამოყენებულიყო სხვა ინსტრუმენტები, ეკონომიკური დამოკიდებულება, პირადი ინტერესები, შიში არა რეპრესიებისგან, არამედ პრივილეგიების დაკარგვისგან. მჟავანაძემ შექმნა სისტემა, სადაც ყველა, ვინც იყო ძალაუფლების პოზიციაზე, იყო ჩართული კორუფციულ სქემებში. ეს ნიშნავდა, რომ ყველა იყო დამოკიდებული ამ სისტემაზე. ყველა იყო დაინტერესებული მის შენარჩუნებაში. თბილისი იქცა ქალაქად, სადაც ყველაფერი იყიდებოდა და ყველაფერი იყიდებოდა.
სამსახურები, დიპლომები, ბინები, მანქანები, დეფიციტური საქონელი, ყველაფერს ჰქონდა თავისი ფასი. და ყველა ეს ფასები იყო ცნობილი, ყველა იცოდა, რამდენი უნდა გადაეხადა და ვისთვის. ეს იყო პარალელური ეკონომიკა, რომელიც მუშაობდა უფრო ეფექტურად, ვიდრე ოფიციალური. და ამ პარალელური ეკონომიკის ყველა ნაკადი გადიოდა იმ ადამიანების მეშვეობით, რომლებიც იყვნენ დაკავშირებულნი მჟავანაძესთან. მაგრამ ეს სისტემა მოითხოვდა დაცვას. მოითხოვდა იმას, რომ კგბ არ ჩაერია, რომ პროკურატურა არ იწყებდა გამოძიებებს, რომ პარტიული კონტროლი არ აღმოაჩენდა დარღვევებს. და მჟავანაძემ უზრუნველყო ეს დაცვა. კგბ-ს უფროსი იყო მისი ადამიანი, პროკურორი იყო მისი ადამიანი, პარტიული კონტროლის თავმჯდომარე იყო მისი ადამიანი. ყველა, ვინც უნდა აკონტროლებდა სისტემას. თავად იყო ამ სისტემის ნაწილი. 1959 წელს მოხდა ინციდენტი, რომელმაც უნდა გამხდარიყო გამაფრთხილებელი ზარი მჟავანაძისთვის. მოსკოვიდან ჩამოვიდა ინსპექცია, რომელმაც დაიწყო შემოწმება რამდენიმე საწარმოში. ინსპექტორებმა აღმოაჩინეს დარღვევები, რომლებიც იყო იმდენად აშკარა, რომ შეუძლებელი იყო მათი იგნორირება. მათ მოამზადეს ანგარიში, რომელიც უნდა გაეგზავნათ მოსკოვში. მაგრამ ეს ანგარიში არასოდეს მივიდა მოსკოვში. ინსპექტორები უცებ შეცვალეს თავიანთ დასკვნებს დაწერეს, რომ ყველაფერი იყო წესრიგში და დაბრუნდნენ მოსკოვში. რა მოხდა? როგორ შეძლო მჟავანაძემ შეცვალა მათი აზრი? ამის პასუხი იყო მარტივი: ფული და შიში. ინსპექტორებს შესთავაზეს თანხები, რომლებიც იყო იმდენად დიდი, რომ მათ არ შეეძლოთ უარის თქმა. მაგრამ ამავდროულად მათ აჩვენეს, რა შეიძლებოდა მოხდენილიყო, თუ ისინი უარს იტყოდნენ, მათ აჩვენეს დოსიეები, რომლებიც შეიცავდა ინფორმაციას მათი საკუთარი დარღვევების შესახებ. მათი საკუთარი სისუსტეების შესახებ. ეს იყო კლასიკური მეთოდი, პირველ რიგში ფული, მაგრამ თუ ფული არ მუშაობდა, მაშინ შიში. და ეს მეთოდი მუშაობდა თითქმის ყოველთვის. მაგრამ ეს ინციდენტი აჩვენა, რომ მოსკოვი იწყებდა ყურადღების მიქცევას საქართველოზე. რომ იყვნენ ადამიანები მოსკოვში, რომლებიც აინტერესებდათ, რა ხდებოდა ამ რესპუბლიკაში. რომ მჟავანაძის დაცვის სისტემა არ იყო აბსოლუტური. და ეს უნდა ყოფილიყო გამაფრთხილებელი. მაგრამ მჟავანაძე არ მიიღო ეს გაფრთხილება სერიოზულად. ის თვლიდა, რომ მისი სისტემა იყო იმდენად ძლიერი, რომ შეეძლო ნებისმიერი საფრთხის მოგერიება. ის თვლიდა, რომ მისი კავშირები მოსკოვში იყო იმდენად ძლიერი, რომ არავინ გაბედავდა მის წინააღმდეგ მოქმედებას. ის ცდებოდა. 1959 წლიდან 1962 წლამდე იყო მჟავანაძის ძალაუფლების აპოგეი. ეს იყო პერიოდი, როდესაც ის იყო არა მხოლოდ პოლიტიკური ლიდერი, არამედ სიმბოლო იმისა. თუ როგორ შეიძლებოდა წარმატების მიღწევა საბჭოთა სისტემაში, როგორ შეიძლებოდა ძალაუფლების და სიმდიდრის შეთავსება, როგორ შეიძლებოდა ცხოვრება ორ სამყაროში ერთდროულად. მისი სახელი იყო ცნობილი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ საბჭოთა კავშირში. ის იყო ადამიანი, რომელთანაც ყველა სურდა კავშირის დამყარება, რომლის მხარდაჭერა იყო გარანტია წარმატებისა. მაგრამ ამ პერიოდში დაიწყო რაღაც, რაც შემდეგ გახდებოდა მისი დამხობის მიზეზი. დაიწყო ის, რაც შეიძლება ეწოდოს ჰიბრისი, გადაჭარბებული თავდაჯერებულობა, რწმენა საკუთარ უძლეველობაში, დაკარგვა რეალობის გრძნობისა. მჟავანაძე დაიწყო ცხოვრება, რომელიც აღარ შეესაბამებოდა საბჭოთა ლიდერის იმიჯს. ის დაიწყო ფულის ხარჯვა ისე, რომ ეს იყო შეუძლებელი დამალვა. ის დაიწყო ურთიერთობები ისეთ ადამიანებთან, რომლებთანაც საბჭოთა ლიდერს არ შეეფერებოდა ურთიერთობა. ის დაიწყო ქცევა ისეთ თითქოს წესები, რომლებიც მოქმედებდა ყველასთვის. მისთვის არ მოქმედებდა. მისი ოჯახი იქცა სიმბოლოდ ამ ახალი ცხოვრების. მისი ცოლი, ვიქტორია, დაიწყო ტარება ისეთი ტანისამოსისა, რომელიც იყო შეუძლებელი შეძენა ოფიციალური გზით, პარიზული მოდის სახლების კრეაციები, ძვირფასი სამკაულები, უცხოური კოსმეტიკა. მისი შვილები სწავლობდნენ საუკეთესო სკოლებში, მგზავრობდნენ საზღვარგარეთ, ატარებდნენ ისეთ ცხოვრებას, რომელიც იყო შეუძლებელი ჩვეულებრივი საბჭოთა ოჯახისთვის. მისი სახლი თბილისში იქცა პალატაც, სადაც იყო ყველაფერი, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ კრემლის ლიდერებთან, იმპორტული ავეჯი, ძვირფასი ხალიჩები, ანტიკვარიატი, ხელოვნების ნიმუშები. მაგრამ ყველაზე საშიში იყო არა ეს გარეგნული ნიშნები სიმდიდრისა, არამედ ის, რაც ხდებოდა ფარულად. მჟავანაძე დაიწყო ფულის დაგროვება ისეთი მასშტაბებით, რომ ეს აღარ იყო უბრალოდ კორუფცია, ეს იყო სისტემატური გაძარცვა რესპუბლიკისა. ის ქმნიდა სქემებს, რომლებიც საშუალებას აძლევდა ფულის გამოტანას სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის გადანაწილებას იმ ადამიანებზე, ვინც იყო მისი ერთგული.
ის ქმნიდა ფიქტიურ საწარმოებს, რომლებიც არსებობდნენ მხოლოდ ქაღალდზე, მაგრამ იღებდნენ რეალურ დაფინანსებას. ის ქმნიდა სქემებს, რომლებიც საშუალებას აძლევდა დეფიციტური საქონლის გადანაწილებას არაოფიციალური გზით, არამედ ჩრდილოვან ბაზარზე, სადაც ფასები იყო 10-ჯერ უფრო მაღალი. და ყველა ეს ფული გადიოდა მის ხელებში. ნაწილი მიდიოდა მის პირად ანგარიშებზე, ნაწილი ინახებოდა ნაღდი ფულის სახით, ნაწილი გარდაიქმნებოდა ძვირფას ნივთებად, ბრილიანტებად, ოქროთ, ანტიკვარიატად. ჟავანაძე აგროვებდა სიმდიდრეს ისე, თითქოს ემზადებოდა რაღაცისთვის, თითქოს იცოდა, რომ ერთ დღეს ყველაფერი შეიძლებოდა დასრულებულიყო და მას დასჭირდებოდა რესურსები ახალი ცხოვრების დასაწყებად. მაგრამ ის არ ფიქრობდა იმაზე, რომ ეს სიმდიდრე შეიძლებოდა გამხდარიყო მტკიცებულება მის წინააღმდეგ. 1955 წელს მოხდა ინციდენტი, რომელმაც უნდა ყოფილიყო ბოლო გაფრთხილება. მოსკოვიდან ჩამოვიდა კომისია, რომელმაც დაიწყო შემოწმება საქართველოს ფინანსურ სისტემაში. ამჯერად ინსპექტორები იყვნენ უფრო მაღალი რანგის, უფრო გამოცდილები, უფრო რთული დასამუშავებლად. მათ აღმოაჩინეს დარღვევები, რომლებიც იყო იმდენად სერიოზული, რომ შეუძლებელი იყო მათი იგნორირება. მათ მოამზადეს ანგარიში, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა ჟავანაძეზე როგორც პასუხისმგებელ პირზე. ეს ანგარიში უნდა წარედგინა პოლიტბიუროს. ჟავანაძემ გაიგო ამის შესახებ და გადადგა ნაბიჯები. ის გამოიყენა ყველა თავის კავშირს მოსკოვში, ყველა თავის გავლენას, ყველა თავის რესურსს. ის დაუკავშირდა ადამიანებს, რომლებიც იყვნენ პოლიტბიუროს წევრები, რომლებიც თავად იყვნენ ჩართულნი მსგავს სქემებში, რომლებიც იყვნენ დაინტერესებულნი იმაში, რომ ეს ანგარიში არ გამხდარიყო საჯარო. და მან შეძლო, ანგარიში არასოდეს წარედგინა პოლიტბიუროს. ის დარჩა კომისიის არქივში და იხურა როგორც არასაკმარისად დასაბუთებული. მაგრამ ეს ანგარიში არ განადგურდა. ის დარჩა და ის ელოდა თავის დროს. რატომ არ გაითვალისწინა ჟავანაძემ ეს გაფრთხილებები? რატომ გააგრძელა ის იგივე ქცევა, იცოდა რომ მოსკოვი აკვირდებოდა მას? პასუხი არის ის, რომ ის თვლიდა თავს უძლეველად. ის თვლიდა, რომ მისი კავშირები იყო იმდენად ძლიერი, რომ არავინ გაბედავდა მის წინააღმდეგ მოქმედებას. ის თვლიდა, რომ მისი სისტემა იყო იმდენად კარგად აგებული, რომ შეეძლო ნებისმიერი შეტევის მოგერიება. მაგრამ ის არ ითვალისწინებდა ერთ რამეს, რომ ძალაუფლება საბჭოთა კავშირში არ იყო პერმანენტული, რომ ის დამოკიდებული იყო მოსკოვის ნებაზე, რომ როდესაც მოსკოვი გადაწყვეტდა ვიღაცის მოშორებას, არაფერი ვერ შეაჩერებდა ამას. 1962 წელს მოხდა რაღაც, რამაც შეცვალა ყველაფერი. ხრუშჩოვი ჩამოაგდეს ხელისუფლებიდან და მის ადგილას მოვიდა ლეონიდ ბრეჟნევი. ეს იყო ახალი ეპოქა, ახალი წესები, ახალი ადამიანები ხელისუფლებაში. და ეს ახალი ადამიანები არ იყვნენ დაკავშირებულნი ჟავანაძესთან იმ პირადი კავშირებით, რომლებიც მას ჰქონდა ხრუშჩოვის დროს. ეს იყო ადამიანები, რომლებიც უყურებდნენ საქართველოს და ხედავდნენ რესპუბლიკას, სადაც კორუფცია იყო ყველგან, სადაც პარტიული დისციპლინა არ არსებობდა, სადაც პირველი მდივანი ცხოვრობდა როგორც ფეოდალური ბატონი. მაგრამ ბრეჟნევი არ იყო იმპულსური. ის არ იყო ადამიანი, რომელიც იღებდა სწრაფ გადაწყვეტილებებს. ის იყო ფრთხილი, მეთოდური, პაციენტური. ის იცოდა, რომ ჟავანაძის მოშორება მოითხოვდა მომზადებას, მოითხოვდა მტკიცებულებებს, მოითხოვდა იმას, რომ ყველაფერი ყოფილიყო ლეგიტიმური. და ის დაიწყო ამ მომზადება. ის დაავალა კგბ-ს, დაეწყო მასალების შეგროვება ჟავანაძის შესახებ. არა ოფიციალურად, არა ღიად, არამედ ფარულად, ფრთხილად. სისტემატურად. და აქ შემოდის სცენაზე ადამიანი, რომელიც გახდებოდა ჟავანაძის დამხობის მთავარი ინსტრუმენტი, ედუარდ შევარდნაძე. 1962 წელს შევარდნაძე იყო 24 წლის ახალგაზრდა, ენერგიული, ამბიციური კომსომოლის მუშაკი. მას ჰქონდა რეპუტაცია როგორც პრინციპულ, მართალ, არაკორუმპირებულ ადამიანს. მაგრამ ამავდროულად ის იყო ჭკვიანი, ფრთხილი, პოლიტიკურად გამოცდილი. ის იცოდა, როგორ ეთამაშა თამაში, როგორ ელოდა სწორ მომენტს, როგორ გამოეყენებინა შესაძლებლობები. ბრეჟნევის გარემოცვამ შეამჩნია შევარდნაძე და დაიწყო მასთან მუშაობა. მას არ უთხრეს პირდაპირ, რომ ემზადებოდნენ ჟავანაძის მოშორებისთვის. მაგრამ მას მიანიშნეს, რომ მოსკოვი იყო დაინტერესებული ინფორმაციით იმის შესახებ, რა ხდებოდა საქართველოში. და შევარდნაძემ გაიგო. ის დაიწყო მასალების შეგროვება. არა ღიად, არა აშკარად, არამედ ფრთხილად, სისტემატურად, მეთოდურად. ის იყენებდა თავის პოზიციას კომსომოლში, რომ ჰქონოდა წვდომა ინფორმაციაზე.
ის იყენებდა თავის კავშირებს, რომ გაეგო, რა ხდებოდა მჟავანაძის გარშემო. ის იყენებდა თავის ინტელექტს, რომ გაეანალიზებინა ეს ინფორმაცია და გამოეყო მთავარი. და ის აღმოაჩენდა რაღაცებს, რომლებიც იყო შოკის მომგვრელი. ის აღმოაჩენდა, რომ კორუფცია საქართველოში არ იყო უბრალოდ ცალკეული ინციდენტები, არამედ სისტემა, რომელიც მოიცავდა ყველაფერს: ეკონომიკას, პოლიტიკას, სამართალდამცავ ორგანოებს. ის აღმოაჩენდა, რომ მჟავანაძე არ იყო უბრალოდ კორუმპირებული ოფიციალი, არამედ ლიდერი კრიმინალური იმპერიისა. ის აღმოაჩენდა კავშირებს, რომლებიც აკავშირებდა პარტიულ ფუნქციონერებს კრიმინალურ ავტორიტეტებთან. ის აღმოაჩენდა ფულის ნაკადებს, რომლებიც მიდიოდა უცნობი მიმართულებით. ის აღმოაჩენდა ძვირფას ნივთებს, რომლებიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო მოპოვებული ლეგალურად. მაგრამ შევარდნაძე იყო ფრთხილი. ის იცოდა, რომ მჟავანაძის სისტემა იყო ძლიერი, რომ მას ჰქონდა ადამიანები ყველგან. რომ ერთი არასწორი ნაბიჯი შეიძლებოდა ყოფილიყო ფატალური. ამიტომ ის არ ლაპარაკობდა ამაზე ღიად. ის არ აჩვენებდა, რომ აგროვებდა მასალებს. ის აგრძელებდა თავის ჩვეულებრივ მუშაობას, თითქოს არაფერი ხდებოდა. მაგრამ ფარულად ის აგროვებდა ფაქტებს, აფიქსირებდა დეტალებს, იწერდა თარიღებს და ადგილებს. ის ქმნიდა დოსიეს, რომელიც ერთ დღეს გახდებოდა იარაღი მჟავანაძის წინააღმდეგ. და ამ დროს მჟავანაძე არაფერს ეჩვობდა. ის აგრძელებდა თავის ცხოვრებას, თითქოს არაფერი შეცვლილიყო. ის აგრძელებდა თავის სქემებს, თავის კავშირებს, თავის ფუფუნებას. ის არ იცოდა, რომ მისი ყველა ნაბიჯი ფიქსირდებოდა, რომ მისი ყველა საუბარი ჩაიწერებოდა, რომ მისი ყველა საიდუმლო ხდებოდა ცნობილი. ის არ იცოდა, რომ ვიღაც, ვინც იყო მის გარშემო, აწვდიდა ინფორმაციას მოსკოვს. ის არ იცოდა, რომ მისი იმპერია უკვე იწყებდა ინგრევას. 1964 წელს შევარდნაძე დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად. ეს იყო პოზიცია, რომელიც აძლევდა მას ოფიციალურ უფლებას ეწარმოებინა გამოძიებები, შეეგროვებინა მტკიცებულებები და ეპატიმრებინა ადამიანები. და ეს იყო პოზიცია, რომელიც აძლევდა მას წვდომას ყველა ინფორმაციაზე, რომელიც არსებობდა კორუფციის შესახებ საქართველოში. მჟავანაძემ თავად დაეხმარა შევარდნაძეს ამ პოზიციის მიღებაში. ის თვლიდა, რომ შევარდნაძე იყო ახალგაზრდა, ენერგიული, მაგრამ კონტროლირებადი. ის თვლიდა, რომ შევარდნაძე იქნებოდა კარგი ინსტრუმენტი მისი სისტემის გასაძლიერებლად. ის ცდებოდა. შევარდნაძემ დაიწყო მუშაობა მაშინვე. მან შექმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული იყო ადამიანებით, რომლებიც არ იყვნენ დაკავშირებულნი მჟავანაძის სისტემასთან. ეს იყო ადამიანები, რომლებიც მოდიოდნენ სხვა რეგიონებიდან, რომლებიც არ იყვნენ ჩართულნი ადგილობრივ კორუფციულ სქემებში, რომლებიც იყვნენ ერთგულნი არა მჟავანაძის მიმართ, არამედ მოსკოვის მიმართ. ამ ჯგუფმა დაიწყო გამოძიებები, არა ღიად, არა აშკარად, არამედ ფარულად, ფრთხილად. სისტემატურად. პირველი გამოძიებები იყო მიმართული არა თავად მჟავანაძის წინააღმდეგ, არამედ მის გარშემო მყოფი ადამიანების წინააღმდეგ. შევარდნაძე იცოდა, რომ პირდაპირი შეტევა მჟავანაძეზე იქნებოდა ძალიან საშიში, მას ჰქონდა ძალიან ბევრი დამცველი, ძალიან ბევრი კავშირი, ძალიან ბევრი რესურსი. მაგრამ თუ ის დაიწყებდა მჟავანაძის გარშემო მყოფი ადამიანების დაპატიმრებას, ერთი-ერთის მიყოლებით, მაშინ ის შეძლებდა თანდათანობით დაესუსტებინა მჟავანაძის სისტემა, გამოეყო ის მისი დამცველებისგან, გაეხადა ის მოწყვლადი. პირველი დაპატიმრებები მოხდა 1965 წელს. დააპატიმრეს რამდენიმე ბიზნესმენი, რომლებიც იყვნენ დაკავშირებულნი მჟავანაძესთან. ოფიციალური ბრალდება იყო სპეკულაცია და ქურდობა სოციალისტური საკუთრების. მაგრამ რეალური მიზანი იყო სხვა, ამ ადამიანებმა იცოდნენ ბევრი რამ მჟავანაძის ფინანსური სქემების შესახებ. და გამოძიების დროს ისინი დაიწყეს ლაპარაკი. არა მაშინვე, არა ადვილად. მაგრამ თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ ისინი დაიწყეს ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობდა სისტემა, ვინ იყო ჩართული, სად მიდიოდა ფული. მჟავანაძე დაიწყო შფოთვა. ის დაუკავშირდა შევარდნაძეს და ჰკითხა, რატომ ხდებოდა ეს დაპატიმრებები. შევარდნაძემ უპასუხა, რომ ის უბრალოდ ასრულებდა თავის მოვალეობას, რომ ის ებრძოდა კორუფციას, რომ ის იცავდა სოციალისტურ კანონიერებას. მჟავანაძე სცადა დაეშინებინა შევარდნაძე, მიუთითა მასზე, რომ ის იყო ძალიან ძლიერი, რომ მას ჰქონდა კავშირები მოსკოვში, რომ შევარდნაძემ უნდა ყოფილიყო ფრთხილი. მაგრამ შევარდნაძე არ შეშინდა. ის იცოდა, რომ მას ჰქონდა მხარდაჭერა მოსკოვიდან, რომ ის აკეთებდა სწორედ იმას, რასაც მოსკოვი სურდა. დაპატიმრებები გაგრძელდა. 1966 წელს დააპატიმრეს რამდენიმე პარტიული ფუნქციონერი.
1967 წელს დააპატიმრეს რამდენიმე კგბ-ს ოფიცერი. ყოველი დაპატიმრება იყო ნაბიჯი მჟავანაძისკენ. ყოველი დაპატიმრებული იყო ადამიანი, რომელიც იცოდა რაღაც მჟავანაძის შესახებ. ყოველი გამოძიება იყო შესაძლებლობა, მიეღო ახალი ინფორმაცია, ახალი მტკიცებულებები, ახალი ფაქტები. და თანდათანობით იწყებოდა დოსიეს შექმნა, დოსიე, რომელიც შეიცავდა ყველაფერს, რაც იყო საჭირო მჟავანაძის დასამხობად. ფოტოები მისი სახლისა, სადაც იყო ნივთები, რომლებიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო მოპოვებული ლეგალურად. ჩანაწერები საუბრებისას, სადაც ის ლაპარაკობდა თავის ფინანსურ სქემებზე. ჩვენებები ადამიანებისა, რომლებიც მუშაობდნენ მასთან და იცოდნენ, როგორ მუშაობდა სისტემა. დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებდნენ ფულის ნაკადებს, რომლებიც მიდიოდნენ უცნობი მიმართულებით. ეს იყო დოსიე, რომელიც იზრდებოდა ყოველი დღით, რომელიც ხდებოდა უფრო და უფრო სქელი, რომელიც იყო უფრო და უფრო საშიში მჟავანაძისთვის. მაგრამ მჟავანაძე ჯერ კიდევ თვლიდა, რომ შეეძლო ამ ყველაფრის შეჩერება. ის იყენებდა თავის კავშირებს მოსკოვში, ცდილობდა დაეშინებინა შევარდნაძე. ცდილობდა შეეჩერებინა გამოძიებები. მაგრამ ყოველი მცდელობა იყო უშედეგო. რადგან მოსკოვი უკვე გადაწყვიტა. მოსკოვი უკვე ელოდა სწორ მომენტს. მოსკოვი უკვე ემზადებოდა ბოლო დარტყმისთვის. 1969 წელს მოხდა ინციდენტი, რომელმაც აჩვენა, რომ მჟავანაძის სისტემა იწყებდა ინგრევას შიგნიდან. ერთ-ერთმა მისმა უახლოესმა თანამშრომელმა, რომელიც 20 წლის განმავლობაში იყო აბსოლუტურად ერთგული, უცებ გამოცხადდა შევარდნაძის ოფისში და განაცხადა, რომ სურდა ჩვენების მიცემა. ამ ადამიანმა იცოდა ყველაფერი, სად ინახებოდა ფული, როგორ მუშაობდა სქემები, ვინ იყო ჩართული, რა თანხები გადიოდა. მან იცოდა დეტალები, რომლებიც არ იყო ცნობილი არავისთვის გარდა მჟავანაძისა და მისი უახლოესი წრისა. რატომ გადაწყვიტა მან ლაპარაკი? რა მოხდა, რომ 20 წლის ერთგულება უცებ გარდაიქმნა ღალატად? პასუხი იყო მარტივი და ამავდროულად რთული. ეს ადამიანი გაიგო, რომ მჟავანაძის იმპერია იწყებდა ინგრევას. ის ხედავდა დაპატიმრებებს. ხედავდა, როგორ უახლოვდებოდა გამოძიება მჟავანაძეს, ხედავდა, რომ მოსკოვი უკვე გადაწყვიტა. და ის გააკეთა არჩევანი. უკეთესი იყო ღალატი ახლა, ვიდრე დაპატიმრება მოგვიანებით. უკეთესი იყო თანამშრომლობა გამომძიებლებთან, ვიდრე ერთგულება იმ ადამიანის მიმართ, რომელიც უკვე იყო წაგებული. ეს იყო ცინიკური გამოთვლა, მაგრამ ეს იყო გამოთვლა, რომელიც გადაარჩენდა მას. მისმა ჩვენებებმა გახსნა ყველაფერი. ის უამბობდა შევარდნაძეს დეტალებს, რომლებიც აქამდე იყო მხოლოდ ვარაუდები. ის უჩვენებდა დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებდნენ ფულის ნაკადებს. ის ასახელებდა ადამიანებს, რომლებიც იყვნენ ჩართულნი სქემებში. ის აღწერდა შეხვედრებს, სადაც მჟავანაძე პირადად იძლეოდა ბრძანებებს. ის უამბობდა ისტორიებს, რომლებიც აჩვენებდნენ, თუ როგორ მუშაობდა სისტემა რეალურად. არა ოფიციალურად. ყოველი მისი სიტყვა იყო ჩაქუჩის დარტყმა მჟავანაძის იმპერიის საფუძველზე. მჟავანაძემ გაიგო ამ ღალატის შესახებ და პირველად თავის ცხოვრებაში იგრძნო რეალური შიში. ის გაიგო, რომ ეს აღარ იყო უბრალოდ გამოძიება, რომელიც შეიძლებოდა შეჩერებულიყო ფულით ან კავშირებით. ეს იყო რაღაც სხვა, ეს იყო სისტემატური, მეთოდური, უმოწყალო კამპანია მისი განადგურებისთვის. ის სცადა დაეკავშირებინა თავისი ადამიანები მოსკოვში, მაგრამ აღმოაჩინა, რომ ისინი აღარ პასუხობდნენ მის ზარებს. ის სცადა გამოეყენებინა თავისი გავლენა საქართველოში, მაგრამ აღმოაჩინა, რომ ადამიანები, რომლებიც აქამდე იყვნენ ერთგულნი, ახლა ერიდებოდნენ მას. ის იყო მარტო. 1970 წელს დაიწყო ის, რასაც შეიძლება ეწოდოს ბოლო აქტი. შევარდნაძემ წარუდგინა მოსკოვს სრული დოსიე მჟავანაძის შესახებ. ეს იყო დოსიე, რომელიც შეიცავდა ათასობით გვერდს დოკუმენტებისა, ასობით ფოტოს, ათეულობით ჩანაწერს საუბრებისა, ასობით ჩვენებას. ეს იყო დოსიე, რომელიც აჩვენებდა სრულ სურათს იმისა, თუ როგორ მუშაობდა კორუფციული სისტემა საქართველოში, ვინ იყო მისი ლიდერი, როგორ ხდებოდა ფულის გადანაწილება, ვინ იყო ჩართული. ეს იყო დოსიე, რომელიც იყო საკმარისი არა მხოლოდ მჟავანაძის დასამხობად, არამედ მისი დასაპატიმრებლად. მოსკოვმა შეისწავლა ეს დოსიე და გადაწყვიტა. ბრეჟნევმა პირადად მიიღო გადაწყვეტილება, მჟავანაძე უნდა მოშორებულიყო. მაგრამ არა ღიად, არა სკანდალურად, არა ისე, რომ ეს გამხდარიყო საჯარო საქმე. ეს უნდა გაკეთებულიყო ფრთხილად, დიპლომატიურად, ისე, რომ ეს გამოიყურებოდა როგორც ნორმალური პენსიაზე გასვლა. რადგან მოსკოვი არ სურდა, რომ ეს საქმე გამხდარიყო პრეცედენტი, რომ სხვა რესპუბლიკების ლიდერები დაეშინებინათ, რომ ისინი შეიძლებოდა იყვნენ შემდეგები.
მაგრამ პირველ რიგში საჭირო იყო მჟავანაძის სრული იზოლაცია. საჭირო იყო მისი გამოყოფა ყველა იმ ადამიანისგან, რომლებიც შეიძლებოდა დაეხმარათ მას. საჭირო იყო მისი დაცვის სისტემის განადგურება. და ეს დაიწყო 1970 წლის გაზაფხულზე. ერთი-ერთის მიყოლებით დააპატიმრეს ყველა მთავარი ადამიანი მჟავანაძის გარშემო. მისი უახლოესი თანამშრომლები, მისი ფინანსური მენეჯერები, მისი კავშირები კრიმინალურ სამყაროში, მისი დამცველები კგბ-ში. ყოველი დაპატიმრება იყო ნაბიჯი მჟავანაძის სრული იზოლაციისკენ. მჟავანაძე ხედავდა, როგორ ინგრეოდა მისი იმპერია. ის ხედავდა, როგორ ქრებოდნენ ადამიანები, რომლებიც 20 წლის განმავლობაში იყვნენ მის გვერდით. ის ხედავდა, როგორ იხურებოდნენ ის გზები, რომლებიც აქამდე იყო ღია მისთვის. ის ხედავდა, როგორ უახლოვდებოდა დასასრული. და ის ვერაფერს აკეთებდა. ის იყო უძლური, პარალიზებული, მარტო. პირველად თავის ცხოვრებაში ის გრძნობდა, რომ აღარ აკონტროლებდა სიტუაციას, რომ ის აღარ იყო ის ძლიერი ლიდერი, რომელიც 20 წლის განმავლობაში მართავდა საქართველოს. 1970 წლის ზაფხულში მოსკოვიდან ჩამოვიდა სპეციალური კომისია. ოფიციალურად ისინი მოვიდნენ შესასწავლად ეკონომიკური სიტუაცია საქართველოში. მაგრამ ყველამ იცოდა რეალური მიზანი, ისინი მოვიდნენ, რომ მოემზადებინათ მჟავანაძის მოშორებისთვის. კომისიის წევრები იყვნენ მაღალი რანგის ოფიცრები კგბ-დან, პარტიული ფუნქციონერები, ფინანსური ექსპერტები. ისინი ჰქონდათ სრული უფლებამოსილება, შეეძლოთ შემოწმება ნებისმიერ საწარმოში, გამოეკითხათ ნებისმიერი ადამიანი, გაეხსნათ ნებისმიერი დოკუმენტი. კომისიამ დაიწყო მუშაობა მაშინვე. ისინი შემოწმებდნენ საწარმოებს, სადაც აღმოაჩინეს დარღვევები, რომლებიც იყო იმდენად აშკარა, რომ შეუძლებელი იყო მათი იგნორირება. ისინი გამოკითხავდნენ ადამიანებს, რომლებიც უამბობდნენ მათ ისტორიებს კორუფციის, ქურდობის, თაღლითობის შესახებ. ისინი იხილავდნენ დოკუმენტებს, რომლებიც აჩვენებდნენ ფულის ნაკადებს, რომლებიც მიდიოდნენ უცნობი მიმართულებით. ყოველი დღით ისინი აგროვებდნენ უფრო და უფრო მეტ მტკიცებულებას იმისა, რომ საქართველოში არსებობდა სისტემატური კორუფცია, რომელიც მოიცავდა ყველა დონეს. მჟავანაძე სცადა შეხვედრა კომისიის წევრებთან. ის სურდა ახსნა, რომ ყველაფერი იყო ნორმალურად, რომ ყველა დარღვევა იყო უბრალოდ ცალკეული შემთხვევები, რომ ის თავად ებრძოდა კორუფციას. მაგრამ კომისიის წევრები იყვნენ ცივნი, დისტანციურნი, ფორმალურნი. ისინი უსმენდნენ მას თავაზიანად, მაგრამ ცხადი იყო, რომ ისინი არ სჯეროდათ მას. ისინი უკვე იცოდნენ ყველაფერი. ისინი უკვე ჰქონდათ ყველა მტკიცებულება. ისინი უბრალოდ ასრულებდნენ ფორმალობას. 1970 წლის სექტემბერში კომისიამ წარუდგინა თავისი ანგარიში მოსკოვს. ეს იყო ანგარიში, რომელიც შეიცავდა რამდენიმე ასეულ გვერდს და აღწერდა სრულ სურათს კორუფციისა საქართველოში. ანგარიში პირდაპირ მიუთითებდა მჟავანაძეზე როგორც პასუხისმგებელ პირზე. ანგარიში რეკომენდაციას უწევდა მის მოშორებას. ანგარიში იყო საბოლოო განაჩენი. მოსკოვმა მიიღო ეს ანგარიში და დაიწყო მომზადება ბოლო ნაბიჯისთვის. მაგრამ ისინი ჯერ კიდევ სურდათ, რომ ყველაფერი გამოეყურებინათ ლეგიტიმურად. ისინი სურდათ, რომ მჟავანაძე თავად წასულიყო, რომ ის თავად განეცხადებინა პენსიაზე გასვლის შესახებ. ეს იქნებოდა უფრო ელეგანტური, უფრო დიპლომატიური, უფრო ნაკლებად სკანდალური. ამიტომ ისინი გადაწყვიტეს გაეგზავნათ მჟავანაძესთან სპეციალური მესენჯერი, რომელიც აუხსნიდა მას სიტუაციას და შესთავაზებდა ნებაყოფლობით გადადგომას. ეს მესენჯერი იყო ადამიანი, რომელსაც მჟავანაძე იცნობდა ბევრი წლის განმავლობაში, რომელთანაც მას ჰქონდა კარგი ურთიერთობები, რომელსაც ის ენდობოდა. ეს იყო ტაქტიკა, გამოგზავნა ადამიანი, რომელიც არ იქნებოდა აღქმული როგორც მტერი, რომელიც შეძლებდა ლაპარაკს მჟავანაძესთან ღიად, რომელიც შეძლებდა დაერწმუნებინა ის, რომ საუკეთესო გამოსავალი იყო ნებაყოფლობითი გადადგომა. მაგრამ რეალურად ეს იყო ულტიმატუმი, ან წახვალ თავად, ან გაგაგდებენ ძალით. 1970 წლის ოქტომბრის დასაწყისში მესენჯერი ჩამოვიდა თბილისში. ის შეხვდა მჟავანაძეს მის კაბინეტში, სადაც მხოლოდ ისინი ორნი იყვნენ. საუბარი გაგრძელდა რამდენიმე საათის განმავლობაში. არავინ იცის ზუსტად რა ითქვა ამ საუბარში, მაგრამ შედეგი იყო ცხადი. მჟავანაძემ გაიგო, რომ მას აღარ ჰქონდა არჩევანი. მას უთხრეს, რომ მოსკოვს ჰქონდა სრული დოსიე მის შესახებ, რომ ეს დოსიე შეიცავდა ისეთ ინფორმაციას, რომ თუ ის გახდებოდა საჯარო, მჟავანაძე არა მხოლოდ დაკარგავდა თავის პოზიციას, არამედ დაპატიმრდებოდა. მას უთხრეს, რომ მოსკოვის თავაზობდა მას შესაძლებლობას წასვლა ღირსეულად პენსიაზე, შენარჩუნებით ყველა პრივილეგიისა ან დაპატიმრება.
სასამართლო სკანდალი. მჟავანაძე სცადა მოლაპარაკება. ის სთავაზობდა კომპრომისებს, ის ვპირდებოდა რეფორმებს, ის ითხოვდა დროს. მაგრამ მესენჯერი იყო ურყევი. ის უთხრა, რომ გადაწყვეტილება უკვე იყო მიღებული, რომ ეს არ იყო მოლაპარაკება, არამედ შეტყობინება. მჟავანაძეს ჰქონდა 2 კვირა, რომ მოემზადებინა თავისი გადადგომისთვის. 2 კვირა, რომ დაელაგებინა თავისი საქმეები, რომ ეთქვა ნახვამდის თავის ადამიანებს, რომ მოემზადებინა ახალი ცხოვრებისთვის. 2 კვირა, რომ მიეღო ის, რაც მოხდა. როდესაც მესენჯერი წავიდა, მჟავანაძე დარჩა მარტო თავის კაბინეტში. პირველად 20 წლის განმავლობაში ის გრძნობდა თავს სრულიად უძლურად. ის გაიგო, რომ ყველაფერი, რაც ის ააშენა, ყველაფერი, რისთვისაც ის იბრძოდა, ყველაფერი, რაც იყო მისი ცხოვრება, ინგრეოდა. ის გაიგო, რომ მისი იმპერია, რომელიც 20 წლის განმავლობაში ჩანდა უძლეველი, რეალურად იყო აშენებული ქვიშაზე. ის გაიგო, რომ ძალაუფლება, რომელიც მას ჰქონდა, არ იყო რეალურად მისი, ის იყო მხოლოდ მოსკოვის მიერ მინიჭებული და როდესაც მოსკოვი გადაწყვეტდა, ის შეიძლებოდა ამოღებულიყო ერთ დღეში. მომდევნო 2 კვირის განმავლობაში მჟავანაძე ცდილობდა გაეგო რა მოხდა. ის ცდილობდა გაერკვია, ვინ იყო ის ადამიანები, რომლებმაც მოაწყვეს მისი დამხობა. ის ცდილობდა გაეგო, როგორ შეძლო შევარდნაძემ შეეგროვებინა ყველა ეს ინფორმაცია. ის ცდილობდა გაეგო, ვინ იყო ის ადამიანები მის უახლოეს წრეში, რომლებმაც მოაწყვეს ღალატი. მაგრამ ყველაზე მეტად ის ცდილობდა გაეგო, როგორ შეძლო ის ვასილ მჟავანაძე, რომელიც 20 წლის განმავლობაში იყო ყოვლისშემძლე, დაკარგა ყველაფერი ასე სწრაფად. პასუხი იყო მარტივი, მაგრამ მტკივნეული. ის დაკარგა ყველაფერი, რადგან მისი ძალაუფლება არ ეფუძნებოდა რეალურ საფუძველს. ის არ ეფუძნებოდა იდეოლოგიას, არ ეფუძნებოდა ხალხის მხარდაჭერას, არ ეფუძნებოდა რეალურ მიღწევებს. ის ეფუძნებოდა მხოლოდ ფულს, შიშს, პირად ერთგულებას. და როდესაც ეს ფული, შიში და პირადი ერთგულება აღარ მუშაობდა, ძალაუფლება ქრებოდა. ის იყო სისტემა, რომელიც იყო ძლიერი მხოლოდ მანამ, სანამ ის იყო ძლიერი. მაგრამ როდესაც ის გახდა სუსტი, სისტემა დაინგრა ერთ დღეში. 1970 წლის ოქტომბრის 27 დღეს მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე ვასილ მჟავანაძემ განაცხადა თავისი გადადგომის შესახებ. ოფიციალური მიზეზი იყო ჯანმრთელობის მდგომარეობა და სურვილი დაეთმო მეტი დრო ოჯახს. მაგრამ ყველა მიცოდა რეალური მიზეზი. ყველა მიცოდა, რომ ეს არ იყო ნებაყოფლობითი გადადგომა, არამედ იძულებითი. ყველა მიცოდა, რომ მჟავანაძე დამარცხდა. პლენუმზე მჟავანაძე წაიკითხა მოკლე განცხადება. მისი ხმა იყო მშვიდი, კონტროლირებადი, მაგრამ ყველას, ვინც იცნობდა მას, შეეძლო დაენახა, რომ ეს იყო ადამიანი, რომელიც იყო განადგურებული შიგნიდან. ის ლაპარაკობდა თავის მიღწევებზე, თავის მუშაობაზე, თავის სიყვარულზე საქართველოს მიმართ. მაგრამ ყველა ეს სიტყვები ჟღერდა ცარიელად. ყველა მიცოდა, რომ ეს იყო დამარცხებული ადამიანის სიტყვები, ადამიანისა, რომელიც კარგავდა ყველაფერს. როდესაც ის დაასრულა თავისი განცხადება, დარბაზში იყო სიჩუმე. არავინ აპლოდირებდა, არავინ ლაპარაკობდა. ყველა უბრალოდ უყურებდა, როგორ ტოვებდა მჟავანაძე პოდიუმს, როგორ დადიოდა დარბაზიდან, როგორ ქრებოდა მისი ფიგურა კარში. ეს იყო დასასრული იმპერიისა, რომელიც 20 წლის განმავლობაში ჩანდა უძლეველი. ეს იყო დასასრული ადამიანისა, რომელიც 20 წლის განმავლობაში იყო ღმერთი საკუთარ რესპუბლიკაში. ეს იყო დასასრული ეპოქისა. მომდევნო დღეებში დაიწყო ის, რასაც შეიძლება ეწოდოს დეკონსტრუქცია. ერთი-ერთის მიყოლებით მოშორდნენ ყველა ადამიანი, რომლებიც იყვნენ დაკავშირებულნი მჟავანაძესთან. პარტიული ფუნქციონერები, საწარმოების დირექტორები, კგბ-ს ოფიცრები, ბიზნესმენები, ყველა ვინც იყო ნაწილი მისი სისტემისა, ან დააპატიმრეს. ან გადაიყვანეს სხვა პოზიციებზე, ან უბრალოდ გაათავისუფლეს. ეს იყო სისტემატური, მეთოდური განადგურება ყველაფრისა, რაც ააშენა მჟავანაძემ. შევარდნაძე დაინიშნა საქართველოს კომუნისტური პარტიის პირველ მდივნად. ეს იყო ლოგიკური დასასრული, ადამიანი, რომელმაც მოაწყო მჟავანაძის დამხობა, ახლა იღებდა მის პოზიციას. შევარდნაძემ დაიწყო ახალი ეპოქა, ეპოქა, რომელიც, მისი სიტყვებით, უნდა ყოფილიყო სუფთა, მართალი, არაკორუმპირებული. ის ვპირდებოდა რეფორმებს, ის ვპირდებოდა ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ, ის ვპირდებოდა ახალ საქართველოს. მაგრამ ისტორია აჩვენებდა, რომ ძალაუფლება ყოველთვის აკორუმპირებს, რომ სისტემა ყოველთვის ქმნის ახალ მჟავანაძეებს. მჟავანაძე გადავიდა პენსიაზე და დარჩა თბილისში.
მას ჰქონდა კარგი პენსია, კარგი ბინა, ყველა პრივილეგია, რომელიც ეკუთვნოდა ყოფილ მაღალ ფუნქციონერს. მაგრამ ის დაკარგა ყველაფერს, რაც რეალურად მნიშვნელოვანი იყო მისთვის: ძალაუფლებას, გავლენას, პატივისცემას, შიშს, რომელსაც ის იწვევდა ადამიანებში. ის გახდა ჩვეულებრივი პენსიონერი, ადამიანი, რომელსაც ჰქონდა დიდი წარსული, მაგრამ არ ჰქონდა მომავალი. მომდევნო წლების განმავლობაში ის ცხოვრობდა მშვიდად, ჩუმად, თითქმის უხილავად. ის იშვიათად გამოდიოდა სახლიდან, იშვიათად ხვდებოდა ადამიანებს, იშვიათად ლაპარაკობდა თავის წარსულზე. ის იყო ჩრდილი იმ ადამიანისა, რომელიც 20 წლის განმავლობაში მართავდა საქართველოს. ის იყო ცოცხალი მაგალითი იმისა, თუ როგორ ინგრევა ძალაუფლება, როგორ ქრება დიდება, როგორ მთავრდება იმპერიები. მაგრამ რა იყო ამ ისტორიის ყველაზე საინტერესო ნაწილი? რა იყო ის, რაც რჩებოდა გაუგებარი? პასუხი არის ის, რომ არავინ არასოდეს გაიგო სრული სიმართლე იმის შესახებ, რა რეალურად იყო იმ დოსიეში, რომელიც გამოიყენეს მჟავანაძის წინააღმდეგ. არავინ არასოდეს გაიგო, რამდენი ფული რეალურად ჰქონდა მას, სად ინახებოდა ეს ფული, რა მოხდა ამ ფულთან მისი დამხობის შემდეგ. არავინ არასოდეს გაიგო, ვინ იყო ის ადამიანები, რომლებმაც რეალურად მოაწყვეს მისი დამხობა, იყო ეს მხოლოდ შევარდნაძე, თუ იყვნენ სხვა ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ ფარულად. და ყველაზე მთავარი კითხვა, რა მოხდა იმ ადამიანებთან, რომლებიც იცოდნენ ძალიან ბევრი? იმ ადამიანებთან, რომლებიც იყვნენ მჟავანაძის უახლოეს წრეში, რომლებიც იცოდნენ ყველა საიდუმლო, რომლებიც იცოდნენ, სად იყო ფული, როგორ მუშაობდა სისტემა, ვინ იყო ჩართული. ზოგიერთი მათგანი დააპატიმრეს, ზოგიერთი გაქცა, ზოგიერთი უბრალოდ ქრა. მაგრამ რა მოხდა მათთან, ვინც დარჩა? რა მოხდა იმ ინფორმაციასთან, რომელიც მათ იცოდნენ? რა მოხდა იმ საიდუმლოებებთან, რომლებიც ისინი ატარებდნენ? ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხები დღემდე არ არის ცნობილი. ეს არის საიდუმლოებები, რომლებიც დარჩა დაკრძალული იმ ეპოქასთან ერთად. ეს არის ისტორია, რომელიც არასოდეს ითქვა სრულად. და შესაძლოა არასოდეს ითქვას 1970 წლის ნოემბერში, როდესაც მჟავანაძე უკვე იყო ოფიციალურად პენსიაზე. მოხდა რაღაც, რაც აჩვენებდა, რომ მისი დამხობა არ იყო მხოლოდ პოლიტიკური ოპერაცია. ერთ ღამეს, როდესაც თბილისის წინავდა სპეციალური ჯგუფი შევიდა მჟავანაძის ყოფილ სახლში, არა ის ბინა, სადაც ის ახლა ცხოვრობდა, არამედ ის პალატი, სადაც ის ცხოვრობდა როგორც პირველი მდივანი. ოფიციალურად ისინი ახორციელებდნენ ინვენტარიზაციას სახელმწიფო ქონების. მაგრამ რეალურად ისინი ეძებდნენ რაღაცას, რაც უნდა ყოფილიყო დამალული, რაღაცას, რაზეც არსებობდა ინფორმაცია დოსიეში, მაგრამ რაც ჯერ არ იყო ნაპოვნი. ოპერაცია გაგრძელდა მთელი ღამის განმავლობაში. ისინი ამოწმებდნენ ყველა ოთახს, ყველა კარადას, ყველა საიდუმლო ადგილს. ისინი იყენებდნენ სპეციალურ აპარატურას, რომელიც აღმოაჩენდა ფარულ სივრცეებს კედლებში, იატაკში, ჭერში. და ისინი იპოვეს რაღაცას. უკან კედლის პანელის, რომელიც გამოიყურებოდა როგორც ჩვეულებრივი დეკორაცია, იყო პატარა სეიფი. ეს სეიფი არ იყო დარეგისტრირებული არსად. არავინ იცოდა მის არსებობის შესახებ გარდა მჟავანაძისა და, შესაძლოა, ერთი ან ორი ადამიანისა მის უახლოეს წრეში. სეიფის გახსნა მოითხოვდა რამდენიმე საათს. როდესაც საბოლოოდ ის გაიხსნა, შიგნით იყო რაღაც, რაც აღემატებოდა ყველა მოლოდინს. იყო ნაღდი ფული, არა საბჭოთა რუბლები, არამედ უცხოური ვალუტა, დოლარები, ფუნტები, გერმანული მარკები. იყო ძვირფასი ქვები, ბრილიანტები, ზურმუხტები, ლალები, რომლებიც იყო ისეთი ხარისხის, რომ ისინი შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ სამეფო კოლექციებში. იყო დოკუმენტები, ბანკის ანგარიშების ნომრები, კოდები, მისამართები, სახელები. და იყო რაღაც სხვა პატარა ნოუთბუქი, სადაც ხელით იყო ჩაწერილი ინფორმაცია, რომელიც იყო იმდენად საშიში, რომ მისი საჯაროობა შეძლებდა შეეშალა არა მხოლოდ მჟავანაძის, არამედ ბევრი სხვა ადამიანის ცხოვრება. ამ ნოუთბუქში იყო ჩანაწერები ყველა მნიშვნელოვანი ტრანზაქციის შესახებ, რომელიც მოხდა 20 წლის განმავლობაში. იყო თარიღები, თანხები, სახელები, ვინ გადასცა ფული, ვინ მიიღო, რა იყო მიზანი. იყო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ნაწილდებოდა ფული მოსკოვის ოფიციალებს შორის, რომლებიც იცავდნენ მჟავანაძეს. იყო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ფინანსდებოდა ოპერაციები, რომლებიც არ იყო ოფიციალურად არსებული. იყო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ იყო რეალურად ჩართული კორუფციულ სქემებში და ეს სახელები მოიცავდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მოსკოვის ოფიციალებს. ეს აღმოჩენა იყო იმდენად საშიში, რომ გადაწყვეტილება მიიღეს უმაღლეს დონეზე. ყველაფერი, რაც იპოვეს ამ სეიფში, უნდა კლასიფიცირებულიყო როგორც სრულიად საიდუმლო და დაცულიყო ისე,
რომ არავის ჰქონოდა წვდომა მასზე გარდა ძალიან შეზღუდული რაოდენობის ადამიანებისა. ნოუთბუქი გადაიტანეს მოსკოვში, სადაც ის მოთავსდა კგბ-ს სპეციალურ არქივში. ფული და ძვირფასი ქვები ჩაირიცხა როგორც ამოღებული სახელმწიფო საკუთრება. მაგრამ რა რეალურად მოხდა ამ ფასეულობებთან, ეს დღემდე რჩება საიდუმლოებად. რატომ არ გამოიყენეს ეს ინფორმაცია მჟავანაძის დასაპატიმრებლად? რატომ არ გახდა ეს საჯარო სკანდალი? პასუხი არის ის, რომ ამ ნოუთბუქში იყო ისეთი სახელები, რომლებიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო საჯარო. იყო ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ იყვნენ ძალაუფლებაში, რომლებიც ჯერ კიდევ იყვნენ გავლენიანი, რომლებიც არ სურდათ, რომ მათი სახელები დაკავშირებულიყო კორუფციულ სქემებთან. ამიტომ გადაწყდა, რომ უკეთესი იყო ყველაფრის დამალვა, ვიდრე საჯაროობა, რომელიც შეძლებდა შეეშალა მთელი სისტემა. 1970 წლის დეკემბერში დაიწყო ის, რასაც შეიძლება ეწოდოს მეორე ტალღა. შევარდნაძემ, რომელიც ახლა იყო პირველი მდივანი, გააგრძელა კამპანია კორუფციის წინააღმდეგ. მაგრამ ახლა ეს კამპანია იყო უფრო ფართო, უფრო სისტემატური, უფრო რადიკალური. დააპატიმრეს ასობით ადამიანი, პარტიული ფუნქციონერები, საწარმოების დირექტორები, ვაჭრები, კგბ-ს ოფიცრები. ყოველი დაპატიმრება იყო თანხმობილი მოსკოვთან, ყოველი გამოძიება იყო კონტროლირებადი უმაღლესი ინსტანციებიდან. ეს იყო ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა არა მხოლოდ მჟავანაძის სისტემის განადგურებას, არამედ მთელი კორუფციული ქსელის ლიკვიდაციას. მაგრამ ამ ოპერაციის დროს მოხდა რაღაც უცნაური. ზოგიერთი ადამიანი, რომელიც უნდა დაპატიმრებულიყო, უცებ ქრებოდა. ისინი ტოვებდნენ თავიანთ სახლებს, თავიანთ სამსახურებს, თავიანთ ოჯახებს და უბრალოდ ქრებოდნენ. ზოგიერთი მათგანი გაჩნდებოდა სხვა რესპუბლიკებში, სხვა ქალაქებში, სხვა სახელებით. ზოგიერთი მათგანი არასოდეს გაჩნდებოდა. როგორ შეძლეს მათ გაქცევა, როდესაც კგბ აკონტროლებდა ყველაფერს? ვინ დაეხმარა მათ? და რატომ არ შეეცადა კგბ მათი დაჭერა? პასუხი არის ის, რომ ზოგიერთი ამ ადამიანებისგან იცოდა ძალიან ბევრი. ისინი იცოდნენ საიდუმლოებები, რომლებიც შეეხებოდა არა მხოლოდ მჟავანაძეს, არამედ სხვა ადამიანებს, რომლებიც იყვნენ ძალაუფლებაში, რომლებიც არ სურდათ, რომ ეს საიდუმლოებები გამხდარიყო ცნობილი. ამიტომ გაკეთდა შეთანხმება, ამ ადამიანებს მიეცათ შესაძლებლობა გაქცევისა, მაგრამ სანაცვლოდ ისინი უნდა დაჩუმებულიყვნენ, არასოდეს ელაპარაკათ იმაზე, რაც იცოდნენ. ეს იყო ფარული შეთანხმება, რომელიც არასოდეს იყო ოფიციალური, მაგრამ რომელიც მუშაობდა. ერთ-ერთი ამ ადამიანებისგან იყო ვიღაც, ვინც იყო მჟავანაძის პირადი ფინანსური მენეჯერი. ეს ადამიანი იცოდა ყველაფერი, სად იყო ფული, როგორ მოძრაობდა ის, ვინ იღებდა რამდენს, როგორ მუშაობდა სქემები. ის იყო ადამიანი, რომელიც შეძლებდა დაემხო არა მხოლოდ მჟავანაძე, არამედ ათეულობით სხვა ადამიანი. მაგრამ ერთ დღეს ის უბრალოდ ქრა. მისი ოჯახი განაცხადა, რომ ის წავიდა მივლინებაში და აღარ დაბრუნდა. კგბ-მ ჩაატარა ძებნა. მაგრამ ვერ იპოვა ის. ოფიციალურად ის გახდა დაკარგული. მაგრამ რეალურად ის იყო სადღაც ცოცხალი, დაჩუმებული, ელოდა იმ დროს, როდესაც შეძლებდა დაბრუნებას. ამ ადამიანის ქრობა იყო სიმბოლური. ის აჩვენებდა, რომ მჟავანაძის იმპერიის განადგურება არ იყო სრული. რომ იყვნენ ადამიანები, რომლებიც გადარჩნენ, რომლებიც შეინარჩუნეს ინფორმაცია, რომლებიც ელოდნენ. და ეს ნიშნავდა, რომ ისტორია არ იყო დასრულებული. რომ ერთ დღეს, შესაძლოა, ეს ინფორმაცია გამხდარიყო ცნობილი. რომ ერთ დღეს, შესაძლოა, სრული სიმართლე გამოვიდოდა ზედაპირზე. 1971 წელს, როდესაც შევარდნაძე უკვე მყარად იყო დამკვიდრებული როგორც პირველი მდივანი, მოხდა ინციდენტი, რომელმაც აჩვენა, რომ მჟავანაძის მემკვიდრეობა ჯერ კიდევ იყო ცოცხალი. ერთ-ერთ საწარმოში, რომელიც ოფიციალურად აწარმოებდა სამლეწველო პროდუქციას, აღმოაჩინეს ფარული ოპერაცია, ისინი აწარმოებდნენ დეფიციტურ საქონელს, რომელიც იყიდებოდა ჩრდილოვან ბაზარზე. ეს ოპერაცია მუშაობდა წლების განმავლობაში, მაგრამ არავინ იცოდა მის შესახებ. როდესაც დაიწყო გამოძიება, გაირკვა, რომ ეს სქემა შეიქმნა ჯერ კიდევ მჟავანაძის დროს და გააგრძელა მუშაობა მისი დამხობის შემდეგაც. როგორ იყო ეს შესაძლებელი? როგორ შეძლო ამ სქემამ გაეგრძელებინა მუშაობა, როდესაც შევარდნაძე აცხადებდა, რომ ის ებრძოდა კორუფციას? პასუხი იყო მარტივი. ეს სქემა იყო იმდენად კარგად აგებული, იმდენად კარგად დაცული, იმდენად ღრმად ინტეგრირებული სისტემაში, რომ მისი აღმოჩენა მოითხოვდა წლებს. და როდესაც საბოლოოდ ის აღმოაჩინეს, გაირკვა, რომ ამ სქემაში იყვნენ ჩართულნი ადამიანები, რომლებიც ახლა მუშაობდნენ შევარდნაძის ადმინისტრაციაში.
ეს იყო შოკი. ეს აჩვენებდა, რომ მჟავანაძის სისტემა არ იყო სრულად განადგურებული. რომ იყვნენ ადამიანები, რომლებიც გადარჩნენ, რომლებიც გააგრძელეს მუშაობა, რომლებიც ადაპტირდნენ ახალ რეალობაში. ეს აჩვენებდა, რომ კორუფცია არ იყო მხოლოდ მჟავანაძის პრობლემა, ის იყო სისტემური პრობლემა, რომელიც არ შეიძლებოდა გადაწყვეტილიყო მხოლოდ ერთი ადამიანის მოშორებით. შევარდნაძემ დაიწყო ახალი გამოძიება. დააპატიმრეს ადამიანები, რომლებიც იყვნენ ჩართულნი ამ სქემაში. მაგრამ გამოძიების დროს გაირკვა რაღაც საინტერესო, ზოგიერთი ამ ადამიანებისგან იყო მზად ლაპარაკისთვის, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ მათ მიეცემოდათ იმუნიტეტი. ისინი ამბობდნენ, რომ იცოდნენ ბევრი რამ, რომ შეეძლოთ დაესახელებინათ სახელები, რომ შეეძლოთ აეხსნათ, როგორ მუშაობდა სისტემა. მაგრამ ისინი არ იყვნენ მზად ამის გაკეთებისთვის, თუ ეს ნიშნავდა მათ დაპატიმრებას. შევარდნაძე აღმოჩნდა დილემის წინაშე. ერთი მხრივ ის სურდა სრული სიმართლის გაგება იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობდა მჟავანაძის სისტემა. მეორე მხრივ ის იცოდა, რომ თუ ის მისცემდა იმუნიტეტს ამ ადამიანებს, ეს შეიძლებოდა აღქმულიყო როგორც სისუსტე. როგორც კომპრომისი პრინციპებთან. საბოლოოდ ის გადაწყვიტა, ის მისცა იმუნიტეტი რამდენიმე ადამიანს, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ ისინი უთხრობდნენ ყველაფერს, რაც იცოდნენ. და ისინი დაიწყეს ლაპარაკი. ისინი უამბობდნენ ისტორიებს, რომლებიც იყო იმდენად დეტალური, იმდენად შოკისმომგვრელი, რომ თავად გამომძიებლებიც კი ძნელად სჯეროდათ. ისინი უამბობდნენ, თუ როგორ მუშაობდა სისტემა რეალურად, როგორ ნაწილდებოდა ფული, როგორ ფარავდნენ ერთმანეთს, როგორ იყენებდნენ ოფიციალურ სტრუქტურებს პირადი მიზნებისთვის. ისინი უამბობდნენ, თუ როგორ იყო ყველაფერი ორგანიზებული, როგორ იყო ყველა დაკავშირებული ყველასთან, როგორ იყო ყველა დამოკიდებული ყველაზე. მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო ის, რაც ისინი უამბობდნენ მჟავანაძის შესახებ პირადად. ისინი ამბობდნენ, რომ ის არ იყო უბრალოდ კორუმპირებული ოფიციალი. ის იყო ადამიანი, რომელიც რეალურად სწამდა, რომ ის აკეთებდა სწორს. ის სწამდა, რომ მისი სისტემა იყო ეფექტური. რომ ის რეალურად ეხმარებოდა საქართველოს განვითარებას. ის სწამდა, რომ კორუფცია იყო არა პრობლემა, არამედ ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას აძლევდა რეალურად მართვა რესპუბლიკისა, რეალურად გადაწყვეტა პრობლემებისა, რეალურად მიღწევა შედეგებისა. ეს იყო ფასცინაციური ინსაიტი. ის აჩვენებდა, რომ მჟავანაძე არ იყო უბრალოდ ცინიკური კორუმპირებული ოფიციალი, რომელიც მხოლოდ ძარცვავდა. ის იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა თავისი ხედვა, თავისი ფილოსოფია, თავისი გაგება იმისა, თუ როგორ უნდა მუშაობდეს ძალაუფლება. და ეს ხედვა იყო იმდენად ძლიერი, იმდენად მიმზიდველი მისი მიმდევრებისთვის, რომ ისინი აგრძელებდნენ მის მიყოლებას მაშინაც კი, როდესაც ის უკვე არ იყო ძალაუფლებაში. 1972 წელს, 2 წლის შემდეგ მჟავანაძის დამხობისა, მოხდა რაღაც, რამაც აჩვენა, რომ მისი ისტორია ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. ერთ-ერთმა დასავლურმა ჟურნალისტმა, რომელიც მუშაობდა მოსკოვში, მიიღო ანონიმური წერილი. ამ წერილში იყო ინფორმაცია მჟავანაძის შესახებ, ინფორმაცია, რომელიც არ იყო ცნობილი საჯაროდ, ინფორმაცია, რომელიც შეიცავდა დეტალებს მისი ფინანსური სქემების შესახებ, მისი კავშირების შესახებ, მისი რეალური სიმდიდრის შესახებ. წერილში ასევე იყო მინიშნება, რომ არსებობდა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებდნენ ყველა ამ ინფორმაციას. ჟურნალისტმა სცადა გადაამოწმა ეს ინფორმაცია. ის დაუკავშირდა წყაროებს მოსკოვში, თბილისში, სხვა რესპუბლიკებში. ზოგიერთი მათგანი ადასტურებდა ინფორმაციას, ზოგიერთი უარყოფდა, ზოგიერთი უბრალოდ უარს ამბობდა ლაპარაკზე. მაგრამ თანდათანობით ჟურნალისტმა დაიწყო სურათის შედგენა, სურათი, რომელიც იყო უფრო რთული, უფრო ნიუანსირებული, უფრო საინტერესო, ვიდრე ოფიციალური ვერსია მჟავანაძის დამხობის შესახებ. ის აპირებდა სტატიის დაწერას, მაგრამ უცებ მოხდა რაღაც. მას დაუკავშირდნენ საბჭოთა ოფიციალები და უთხრეს, რომ თუ ის დაწერდა ამ სტატიას, მას შეეზღუდებოდა წვდომა საბჭოთა კავშირში, მას შეეზღუდებოდა შესაძლებლობა მუშაობისა როგორც ჟურნალისტისა. ეს იყო მკაფიო მუქარა. ჟურნალისტმა უნდა გაეკეთებინა არჩევანი, დაეწერა სტატია და დაეკარგა თავისი კარიერა, ან დაჩუმებულიყო და გაეგრძელებინა მუშაობა. ის აირჩია დაჩუმება. მაგრამ ის არ განადგურა ინფორმაცია, რომელიც მას ჰქონდა. ის შეინახა ის ელოდა იმ დროს, როდესაც შეძლებდა მის გამოყენებას. და ეს ნიშნავდა, რომ ინფორმაცია მჟავანაძის შესახებ არ იყო დაკარგული. რომ ის არსებობდა სადღაც ელოდა თავის დროს, ელოდა იმ მომენტს, როდესაც შეძლებდა გამოსვლას ზედაპირზე. ვინ გაუგზავნა ეს წერილი ჟურნალისტს? რატომ გადაწყვიტა ვიღაცამ ამ ინფორმაციის გაზიარება? რა იყო მიზანი?
ეს კითხვები დღემდე რჩება უპასუხოდ. მაგრამ ერთი რამ არის ცხადი, იყო ვიღაც, ვინც სურდა, რომ სიმართლე მჟავანაძის შესახებ გამხდარიყო ცნობილი. ვიღაც, ვინც თვლიდა, რომ ოფიციალური ვერსია არ იყო სრული. ვიღაც, ვინც ელოდა სწორ მომენტს. 1973 წელს მჟავანაძე ცხოვრობდა მშვიდად თბილისში. ის იშვიათად გამოდიოდა სახლიდან, იშვიათად ხვდებოდა ადამიანებს. მაგრამ ზოგჯერ, როდესაც ის გამოდიოდა, ადამიანები აღიარებდნენ მას. ზოგიერთი მათგანი ერიდებოდა მას, ზოგიერთი უყურებდა მას სიზღით, ზოგიერთი უყურებდა მას თანაგრძნობით. მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომლებიც უახლოვდებოდნენ მას და ჩუმად ეუბნებოდნენ, ჩვენ გვახსოვს. ჩვენ ვიცით, რა გააკეთე ჩვენთვის. ჩვენ არ დაგვივიწყებია. ეს იყო საინტერესო ფენომენი. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად მჟავანაძე იყო დისკრედიტირებული, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ის იყო კორუმპირებული ოფიციალი, რომელმაც გაძარცვა რესპუბლიკა, იყვნენ ადამიანები, რომლებიც ახსოვდათ ის სხვანაირად. ისინი ახსოვდათ, როგორ ის ეხმარებოდა მათ, როგორ ისწყვეტდა მათ პრობლემებს, როგორ ის იყო ხელმისაწვდომი მათთვის. ისინი ახსოვდათ არა ოფიციალური მჟავანაძე, არამედ პირადი მჟავანაძე, ადამიანი, რომელიც მიუხედავად ყველა თავისი ნაკლისა, რეალურად ზრუნავდა ადამიანებზე. ეს იყო პარადოქსი. როგორ შეიძლებოდა, რომ ადამიანი, რომელიც იყო კორუმპირებული, რომელიც ძარცვავდა, რომელიც იყენებდა ძალაუფლებას პირადი მიზნებისთვის, ამავდროულად ყოფილიყო ადამიანი, რომელიც რეალურად ეხმარებოდა ადამიანებს. პასუხი არის ის, რომ ადამიანები არ არიან მხოლოდ შავი ან თეთრი. ისინი არიან რთული, კონტრადიქტორული, მრავალშრიანი. მჟავანაძე იყო ადამიანი, რომელიც აკეთებდა ცუდ რამეებს, მაგრამ ამავდროულად აკეთებდა კარგ რამეებსაც. ის იყო ადამიანი, რომელიც იყო კორუმპირებული, მაგრამ ამავდროულად იყო ეფექტური. ის იყო ადამიანი, რომელიც იყენებდა ძალაუფლებას პირადი მიზნებისთვის, მაგრამ ამავდროულად იყენებდა მას რესპუბლიკის განვითარებისთვისაც. ეს არ ამართლებს მას. ეს არ ნიშნავს, რომ მისი კორუფცია იყო მისაღები. მაგრამ ეს ხსნის, რატომ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ახსოვდათ ის დადებითად. რატომ იყვნენ ადამიანები, რომლებიც თვლიდნენ, რომ მისი დამხობა იყო უსამართლობა. რატომ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ელოდნენ მის დაბრუნებას. მაგრამ დაბრუნება არასოდეს მოხდა. მჟავანაძე დარჩა პენსიაზე, დარჩა მშვიდად, დარჩა თითქმის უხილავად. ის ცხოვრობდა კიდევ რამდენიმე წელი, მაგრამ ის აღარასოდეს დაბრუნდა პოლიტიკაში, აღარასოდეს დაბრუნდა ძალაუფლებაში. მისი იმპერია დარჩა ისტორიაში, ისტორია, რომელიც ითხრობოდა სხვადასხვანაირად, დამოკიდებული იმაზე, ვინ ყოფილიყო მთხრობელი. დღეს, 5 ათეული წლის შემდეგ მჟავანაძის დამხობისა, მისი ისტორია ჯერ კიდევ არის საინტერესო. ის ჯერ კიდევ არის რელევანტური. რადგან ის არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ძალაუფლება, როგორ მუშაობს კორუფცია, როგორ მუშაობს სისტემა, რომელიც ეფუძნება პირად ინტერესებს და არა პრინციპებს. ის არის ისტორია, რომელიც მეორდება განსხვავებულ ფორმებში, განსხვავებულ ადგილებში, განსხვავებულ დროებში. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა რჩება, რა იყო რეალური სიმართლე მჟავანაძის შესახებ? რა იყო ის, რაც რეალურად მოხდა იმ 20 წლის განმავლობაში? რა იყო ის, რაც რეალურად იყო იმ დოსიეში, რომელიც გამოიყენეს მის წინააღმდეგ? ვინ იყო ის ადამიანები, რომლებმაც რეალურად მოაწყვეს მისი დამხობა? და რა მოხდა იმ ფულთან, იმ ძვირფას ნივთებთან, იმ საიდუმლოებებთან, რომლებიც იყო მის ხელში? ეს კითხვები დღემდე რჩება უპასუხოდ. არქივები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას მჟავანაძის შესახებ, ჯერ კიდევ არის დახურული. დოკუმენტები, რომლებიც შეიძლება უპასუხოს ამ კითხვებს, ჯერ კიდევ არის კლასიფიცირებული. ადამიანები, რომლებმაც იციან სიმართლე, ან გარდაიცვალნენ, ან ჩუმად არიან. და ეს ნიშნავს, რომ სრული სიმართლე მჟავანაძის შესახებ შესაძლოა არასოდეს გახდეს ცნობილი. მაგრამ შესაძლოა ეს არის სწორედ ის, რაც ხდის ამ ისტორიას იმდენად ფასცინაციურს. არა სრული სიმართლე, არამედ საიდუმლოება. არა ფაქტები. არამედ კითხვები. არა პასუხები, არამედ ვარაუდები. რადგან ისტორია, რომელიც არის სრულად ცნობილი, კარგავს თავის მაგიას. მაგრამ ისტორია, რომელიც ინახავს საიდუმლოებებს, რჩება ცოცხალი, რჩება საინტერესო, რჩება რელევანტური. და მჟავანაძის ისტორია არის სწორედ ასეთი ისტორია, ისტორია, რომელიც ინახავს საიდუმლოებებს, რომელიც აჩენს კითხვებს, რომელიც ტოვებს ადგილს ინტერპრეტაციისთვის. ისტორია, რომელიც არის ამავდროულად გაფრთხილება და გაკვეთილი. გაფრთხილება იმის შესახებ, თუ რა ხდება, როდესაც ძალაუფლება კორუმპირდება.
გახდა გაკვეთილი იმის შესახებ, თუ როგორ არის ადამიანები რთულები, კონტრადიქტორულები, შეუძლებელი მარტივი კატეგორიებით აღწერა. ეს არის ისტორია ვასილ მჟავანაძის შესახებ, ადამიანის შესახებ, რომელიც იყო ყოვლისშემძლე და უძლური, ძლიერი და სუსტი, შემოქმედი და განმადგურებელი. ადამიანის შესახებ, რომელმაც ააშენა იმპერია და დაინახა მისი ინგრევა. ადამიანის შესახებ, რომელიც დარჩა ისტორიაში როგორც სიმბოლო იმისა, თუ რა ხდება, როდესაც ძალაუფლება ხდება მიზანი თავისთავად არა საშუალება. 1973 წლის ზამთარში, როდესაც მჟავანაძე უკვე წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იყო პენსიაზე, მოხდა ინციდენტი, რომელმაც აჩვენა, რომ მისი ისტორია ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. ერთ ღამეს, როდესაც თბილისი იყო თოვლით დაფარული, უცნობმა ადამიანმა დატოვა პაკეტი ერთ-ერთი დასავლური ელჩის რეზიდენციის გარებთან. ამ პაკეტში იყო დოკუმენტები, ფოტოკოპიები ორიგინალი ქაღალდებისა, რომლებიც შეიცავდნენ ინფორმაციას მჟავანაძის ფინანსური ოპერაციების შესახებ. ეს დოკუმენტები იყო იმდენად დეტალური, იმდენად ზუსტი, რომ ცხადი იყო, ისინი მოდიოდნენ ვიღაცისგან, ვინც იყო ძალიან ახლოს მჟავანაძის სისტემასთან. ელჩმა გადასცა ეს დოკუმენტები თავის მთავრობას, მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ ისინი უბრალოდ დაიკარგა. ოფიციალურად განაცხადეს, რომ ეს იყო არაავთენტური მასალები, რომლებიც არ იმსახურებდნენ ყურადღებას. მაგრამ რეალურად მოხდა რაღაც სხვა. მოსკოვმა დაუკავშირდა დასავლურ მთავრობებს და აუხსნა, რომ ამ დოკუმენტების საჯაროობა შეძლებდა დაზიანება საერთაშორისო ურთიერთობებისა. რადგან ამ დოკუმენტებში იყო ინფორმაცია არა მხოლოდ მჟავანაძის, არამედ სხვა ადამიანების შესახებაც, ადამიანების, რომლებიც ჯერ კიდევ იყვნენ ძალაუფლებაში, რომლებთან დასავლურ მთავრობებს სჭირდებოდათ თანამშრომლობა. ვინ იყო ის ადამიანი, რომელმაც დატოვა ეს პაკეტი? რატომ გადაწყვიტა მან ამ ინფორმაციის გაზიარება? რა იყო მისი მიზანი? ეს კითხვები დღემდე რჩება უპასუხოდ. მაგრამ ერთი რამ არის ცხადი, იყო ვიღაც, ვინც არ იყო კმაყოფილი იმით, თუ როგორ დასრულდა მჟავანაძის ისტორია. ვიღაც, ვინც თვლიდა, რომ სიმართლე უნდა ყოფილიყო ცნობილი. ვიღაც, ვინც ელოდა სწორ მომენტს, მაგრამ ვერ იპოვა ის. ამ ინციდენტის შემდეგ დაიწყო რაღაც, რასაც შეიძლება ეწოდოს მესამე ტალღა. კგბ-მ დაიწყო ძებნა იმ ადამიანისა, რომელმაც დატოვა ეს პაკეტი. ისინი შემოწმებდნენ ყველა ადამიანს, რომელიც ოდესმე იყო დაკავშირებული მჟავანაძესთან. ისინი აკვირდებოდნენ, ისმენდნენ, აკონტროლებდნენ. ისინი ცდილობდნენ გაეგოთ, ვინ შეიძლებოდა ჰქონოდა წვდომა ამ ინფორმაციაზე. მაგრამ ძებნა იყო უშედეგო. ადამიანი, რომელმაც დატოვა პაკეტი, იყო ძალიან ფრთხილი, ძალიან გამოცდილი, ძალიან ჭკვიანი. ამ ძებნის დროს მოხდა რაღაც საინტერესო. კგბ-მ აღმოაჩინა, რომ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ინახავდნენ მასალებს მჟავანაძის შესახებ. არა ოფიციალურად, არა ღიად, არამედ ფარულად, პირადულად. ეს იყო ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ მასთან, რომლებიც იცნობდნენ მას, რომლებიც ინახავდნენ ფოტოებს, წერილებს, დოკუმენტებს როგორც ხსოვნას. და ზოგიერთი ამ მასალებისგან იყო იმდენად საინტერესო, რომ კგბ-მ გადაწყვიტა მათი ამოღება. ერთ-ერთ ამ ადამიანთან, რომელიც იყო მჟავანაძის ყოფილი მდივანი, იპოვეს პირადი დღიური, სადაც ის აღწერდა ყოველდღიურ ცხოვრებას მჟავანაძის ოფისში. ამ დღიურში იყო დეტალები, რომლებიც არ იყო ცნობილი არავისთვის, საუბრები, შეხვედრები, გადაწყვეტილებები, რეაქციები. ეს იყო ინტიმური პორტრეტი მჟავანაძისა როგორც ადამიანისა, არა როგორც ოფიციალისა. და ეს პორტრეტი იყო რთული, კონტრადიქტორული, ადამიანური. დღიურში აღწერილი იყო, თუ როგორ რეაგირებდა მჟავანაძე სხვადასხვა სიტუაციებზე. როგორ ღელავდა, როდესაც რაღაც არ მუშაობდა. როგორ იხარებდა, როდესაც რაღაც წარმატებით სრულდებოდა. როგორ ზრუნავდა თავის ადამიანებზე, როგორ იცავდა მათ. როგორ იყო ზოგჯერ სასტიკი, ზოგჯერ კეთილი. როგორ იყო ზოგჯერ გენიალური, ზოგჯერ მცდარი. ეს იყო პორტრეტი რეალური ადამიანისა, არა მითისა. მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო ის, რაც დღიურში იყო დაწერილი მჟავანაძის ბოლო დღეების შესახებ, იმ დღეების შესახებ, როდესაც ის იცოდა, რომ ყველაფერი მთავრდებოდა. მდივანი აღწერდა, თუ როგორ იცვლებოდა მჟავანაძე ამ დღეებში. როგორ ხდებოდა ის უფრო მშვიდი, უფრო ფილოსოფიური, უფრო რეფლექსიური. როგორ ლაპარაკობდა ის თავის ცხოვრებაზე, თავის არჩევნებზე, თავის შეცდომებზე. როგორ ცდილობდა ის გაეგო, რა მოხდა, რატომ მოხდა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო სხვანაირად. 1973 წლის გაზაფხულზე მჟავანაძე მიიღო უცნაური ვიზიტორი. ეს იყო ადამიანი, რომელსაც ის არ იცნობდა, მაგრამ რომელიც ამბობდა, რომ მას ჰქონდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მისთვის.
ეს ადამიანი ამბობდა, რომ ის იყო ჟურნალისტი, რომელიც მუშაობდა მჟავანაძის ისტორიაზე. ის ამბობდა, რომ მას ჰქონდა ცდომა დოკუმენტებზე, რომლებიც შეიძლებოდა შეცვალა ყველაფერი. ის ამბობდა, რომ ის სურდა მჟავანაძის ვერსიის გაგება, მისი მხრიდან ისტორიის მოსმენა. მჟავანაძე იყო ეჭვიანი. ის იცოდა, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ხაფანგი, შეიძლებოდა ყოფილიყო მცდელობა მისგან ინფორმაციის მოპოვებისა. მაგრამ ამავდროულად ის იყო ცნობის მოყვარე. ის სურდა გაეგო. რა იცოდა ამ ადამიანმა, რა ჰქონდა მას. ამიტომ ის დათანხმდა საუბარზე, მაგრამ ფრთხილად, შეზღუდულად, კონტროლირებულად. საუბარი გაგრძელდა რამდენიმე საათის განმავლობაში. ჟურნალისტი კითხულობდა კითხვებს, მჟავანაძე პასუხობდა ფრთხილად. მაგრამ თანდათანობით, როგორც საუბარი გრძელდებოდა, მჟავანაძე იწყებდა უფრო ღიად ლაპარაკს. ის იწყებდა თავისი ისტორიის მოყოლას, არა ოფიციალური ვერსია, არამედ პირადი ვერსია. ის ლაპარაკობდა თავის მოტივაციებზე, თავის მიზნებზე, თავის იმედებზე. ის ლაპარაკობდა იმაზე, რაც ის ცდილობდა მიაღწია, რაც ის ცდილობდა ააშენა, რაც ის ცდილობდა დაეტოვებინა. ის ლაპარაკობდა იმაზე, თუ როგორ ხედავდა ის საქართველოს, როდესაც მოვიდა ძალაუფლებაში, ღარიბ, ჩამორჩენილ, უიმედო რესპუბლიკას. ის ლაპარაკობდა იმაზე, თუ როგორ სურდა მას ამ რესპუბლიკის შეცვლა, მისი განვითარება, მისი წინსვლა. ის ლაპარაკობდა იმაზე, თუ როგორ აღმოაჩინა მან, რომ ოფიციალური სისტემა არ მუშაობდა, რომ საჭირო იყო ალტერნატიული მეთოდები. რომ საჭირო იყო კომპრომისები. ის ლაპარაკობდა იმაზე, თუ როგორ დაიწყო მან ამ კომპრომისების გაკეთება, თუ როგორ შევიდა ის იმ გზაზე, რომელმაც საბოლოოდ მიიყვანა მისი დამხობამდე. მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო ის, რაც ის ამბობდა თავის შეცდომების შესახებ. ის არ ცდილობდა გამართლება, არ ცდილობდა თავის გაწმენდა. ის აღიარებდა, რომ გააკეთა შეცდომები, რომ გადაჭარბდა, რომ დაკარგა კონტროლი. მაგრამ ის ასევე ამბობდა, რომ ის არ ნანობდა ყველაფერს. ის ამბობდა, რომ ის რეალურად ეხმარებოდა ადამიანებს, რომ ის რეალურად ავითარებდა რესპუბლიკას, რომ ის რეალურად აკეთებდა რაღაცას კარგს, მიუხედავად ყველა ცუდისა. ჟურნალისტმა ჩაიწერა ყველაფერი. მაგრამ როდესაც ის წავიდა, მჟავანაძე დარჩა შფოთვაში. ის გაიგო, რომ შესაძლოა ძალიან ბევრი ეთქვა, შესაძლოა ძალიან ღია ყოფილიყო. ის იცოდა, რომ ეს ინტერვიუ შეიძლებოდა გამოყენებულიყო მის წინააღმდეგ. მაგრამ ამავდროულად ის გრძნობდა რაღაცნაირად განთავისუფლებას. პირველად მრავალი წლის განმავლობაში მან შეძლო თავისი ისტორიის მოყოლა, არა ისე როგორც სხვები ამბობდნენ, არამედ ისე როგორც ის თავად ხედავდა. 1973 წლის ზაფხულში მოხდა რაღაც, რამაც შეცვალა ყველაფერი. ჟურნალისტი, რომელიც ესაუბრა მჟავანაძეს, უცებ ქრა. მისი კოლეგები ამბობდნენ, რომ ის წავიდა მივლინებაში და აღარ დაბრუნდა. მისი ოჯახი ამბობდა, რომ მათ არ იცოდნენ, სად იყო ის. პოლიცია ამბობდა, რომ ისინი ეძებდნენ მას, მაგრამ ვერ პოულობდნენ. ეს იყო საიდუმლოება, რომელიც არასოდეს გადაწყდა. მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ მჟავანაძემ მიიღო პაკეტი. ამ პაკეტში იყო ყველა ჩანაწერი მათი საუბრისა, არა მხოლოდ ის, რაც ოფიციალურად ჩაიწერა, არამედ ყველაფერი, რაც ითქვა. იყო ასევე ნოტა, სადაც წერდა, ეს არის თქვენი ისტორია. გადაწყვიტეთ. რა გააკეთოთ მასთან? ვინ გაუგზავნა ეს პაკეტი? რა მოხდა ჟურნალისტთან? რატომ გადაწყვიტა ვიღაცამ ამ ჩანაწერების დაბრუნება მჟავანაძისთვის? მჟავანაძე დიდხანს ფიქრობდა, რა გაეკეთებინა ამ ჩანაწერებთან. ერთი მხრივ ის შეიძლებოდა განადგურებულიყო, ეს იქნებოდა უსაფრთხო, ფრთხილი, რაციონალური. მეორე მხრივ ის შეიძლებოდა შენახულიყო, ეს იქნებოდა მისი ისტორიის ერთადერთი ავთენტური ჩანაწერი, მისი ხმის ერთადერთი რეალური დოკუმენტი. საბოლოოდ ის გადაწყვიტა შენახვა. ის დამალა ჩანაწერები ისე, რომ მხოლოდ მან იცოდა მათი ადგილი. ის გადაწყვიტა, რომ ეს იქნებოდა მისი მემკვიდრეობა, არა ოქრო, არა ბრილიანტები, არა ფული, არამედ სიმართლე. ამ გადაწყვეტილების შემდეგ მჟავანაძე გახდა უფრო მშვიდი, უფრო დაბალანსებული. ის იცოდა, რომ მისი ისტორია იყო ჩაწერილი, რომ მისი ხმა იყო შენახული, რომ ერთ დღეს, შესაძლოა, ადამიანები შეძლებდნენ მისი ისტორიის მოსმენას მისი მხრიდან. ეს არ ცვლიდა იმას, რაც მოხდა. ეს არ ამართლებდა მის შეცდომებს. მაგრამ ეს ნიშნავდა, რომ მისი ისტორია არ იქნებოდა მხოლოდ ერთმხრივი, მხოლოდ ოფიციალური, მხოლოდ გამარჯვებულების მიერ დაწერილი. 1973 წლის შემოდგომაში მჟავანაძე დაიწყო წერა.
არა ოფიციალური მემუარები, არა საჯარო განცხადებები, არამედ პირადი ჩანაწერები, ფიქრები, მოგონებები, რეფლექსიები. ის წერდა ყოველ დღე რამდენიმე საათის განმავლობაში, ნელა, ფრთხილად, ღრმად. ის წერდა არა იმისთვის, რომ ვიღაცამ წაიკითხა, არამედ იმისთვის, რომ თავად გაეგო რა მოხდა მის ცხოვრებაში. ის წერდა თავის ბავშვობაზე, თავის ახალგაზრდობაზე, თავის პირველ ნაბიჯებზე პოლიტიკაში. ის წერდა იმ ადამიანებზე, რომლებმაც გავლენა მოახდინეს მასზე, იმ მოვლენებზე, რომლებმაც ჩამოაყალიბეს მისი ხასიათი. ის წერდა თავის ოცნებებზე, თავის ამბიციებზე, თავის შიშებზე. ის წერდა იმაზე, თუ როგორ იცვლებოდა ის წლების განმავლობაში, როგორ ხდებოდა ის სხვა ადამიანი. როგორ კარგავდა ის თავის თავს. მაგრამ ყველაზე მეტად ის წერდა ძალაუფლებაზე. იმაზე, თუ რა იყო ძალაუფლება რეალურად, არა ისე, როგორც ის გამოიყურებოდა გარედან, არამედ ისე, როგორც ის იგრძნობოდა შიგნიდან. ის წერდა იმაზე, თუ როგორ იყო ძალაუფლება ნარკოტიკივით, რაც იძლეოდა უზარმაზარ სიამოვნებას, მაგრამ ამავდროულად ანადგურებდა. რაც იყო შეუძლებელი მიტოვება, მაგრამ ამავდროულად შეუძლებელი შენარჩუნება. რაც იძლეოდა ყველაფერს, მაგრამ ამავდროულად იღებდა ყველაფერს. ის წერდა იმაზე, თუ როგორ იცვლებოდა ადამიანები ძალაუფლების გარშემო. როგორ ხდებოდნენ ისინი სხვები, როდესაც ისინი გრძნობდნენ, რომ მათ ჰქონდათ წვდომა ძალაუფლებაზე. როგორ ხდებოდნენ ისინი მეტი ერთგულები, მეტი მზადები ყველაფრისთვის, მეტი უპრინციპონი. და როგორ ხდებოდა ის თავად, როგორ კარგავდა ის თავის პრინციპებს, თავის ღირებულებებს, თავის თავს. ის წერდა იმაზე, თუ რა იყო ყველაზე რთული ძალაუფლებაში, არა მტრების მოგერიება. არა პრობლემების გადაწყვეტა, არამედ საკუთარი თავის შენარჩუნება. იმის შენარჩუნება, ვინც იყავი, სანამ ძალაუფლება არ გქონდა. იმის შენარჩუნება, რისი გაკეთება სწორი იყო, არა რისი გაკეთება ეფექტური იყო. იმის შენარჩუნება, რისთვის მოხვედი ძალაუფლებაში, არა რისთვის რჩები ძალაუფლებაში. 1973 წლის ზამთარში მშავანაძე დაასრულა თავისი ჩანაწერები. ეს იყო რამდენიმე ასეული გვერდი, ღია, ავთენტური, ტკივილით სავსე რეფლექსია ძალაუფლებაზე, კორუფციაზე, ადამიანურ ბუნებაზე. ეს იყო დოკუმენტი, რომელიც შეიძლებოდა შეცვალა ყველაფერი, არა იმიტომ, რომ ის ამართლებდა მჟავანაძეს, არამედ იმიტომ, რომ ის აჩვენებდა მას როგორც რეალურ ადამიანს, არა როგორც მითს. მან დამალა ეს ჩანაწერები იმავე ადგილას, სადაც ჩანაწერები იყო ჟურნალისტთან საუბრისა. ის გადაწყვიტა, რომ ეს იქნებოდა მისი ნამდვილი მემკვიდრეობა, არა მატერიალური სიმდიდრე, არამედ ინტელექტუალური ღირებულება. არა ის, რაც მან დააგროვა, არამედ ის, რაც მან ისწავლა. არა ის, რაც მან ააშენა, არამედ ის, რაც მან გაიგო. მაგრამ ვის დაუტოვა ის ეს მემკვიდრეობა? ვინ იცოდა ამ ჩანაწერების შესახებ? ვინ შეძლებდა მათ პოვნას მისი სიკვდილის შემდეგ? ეს იყო კითხვები, რომლებზეც მჟავანაძემ ფიქრი დიდხანს. საბოლოოდ მან გადაწყვიტა, ის დაწერდა წერილს, რომელშიც მიუთითებდა ამ ჩანაწერების ადგილზე. ეს წერილი ის დაუტოვებდა ადამიანს, რომელსაც ენდობოდა, რომელიც იყო პრინციპული, რომელიც არ იყო დაკავშირებული მის წარსულთან. ეს ადამიანი იყო მისი ექიმი, ადამიანი, რომელიც მუშაობდა მასთან წლების განმავლობაში, რომელიც იცნობდა მას არა როგორც პოლიტიკოს, არამედ როგორც პაციენტს. ადამიანი, რომელიც ხედავდა მას სუსტ მომენტებში, ტკივილის მომენტებში, ადამიანურ მომენტებში. ადამიანი, რომელიც არ მსჯელობდა მასზე, არ აფასებდა მას, უბრალოდ ეხმარებოდა მას. მჟავანაძემ გადასცა მას წერილი და უთხრა, რომ ის გახსნა მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ. 1979 წელს ვასილ მჟავანაძე გარდაიცვალა. ის იყო 69 წლის მშვიდად ოჯახის წევრების გარემოცვაში. მისი დაკრძალვა იყო მშვიდი, პირადი, ოფიციალური წარმომადგენლების გარეშე. ის დაკრძალეს თბილისის ერთ-ერთ სასაფლაოზე, მარტივ ქვაზე, მარტივი წარწერით, სახელი, გვარი, თარიღები. არაფერი მეტი. მისი სიკვდილის შემდეგ ექიმმა გახსნა წერილი და იპოვა ჩანაწერები. ის წაიკითხა ისინი და გაიგო, რომ ეს იყო რაღაც უნიკალური დოკუმენტი, რომელიც შეიძლებოდა შეცვალა ისტორიული გაგება მჟავანაძის შესახებ. მაგრამ ის ასევე გაიგო, რომ ეს იყო რაღაც საშიში დოკუმენტი, რომელიც შეიძლებოდა დაზიანება ბევრი ადამიანისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ იყვნენ ცოცხალი. ექიმმა გადაწყვიტა ფრთხილად მოქმედება. ის არ გააჯაროა ჩანაწერები მაშინვე. ის დაელოდა დაინახა რა მოხდებოდა. ის ელოდა იმ დროს, როდესაც ეს ინფორმაცია შეძლებდა გამოსვლას ზედაპირზე ისე, რომ ეს არ დაზიანებდა ადამიანებს, მაგრამ ამავდროულად შეძლებდა ისტორიული სიმართლის გამოვლენას. ეს დრო ჯერ კიდევ არ მოსულა.
ჩანაწერები ჯერ კიდევ არის დამალული, ჯერ კიდევ ელოდება თავის მომენტს. შესაძლოა ერთ დღეს ისინი გახდება ცნობილი. შესაძლოა ისინი შეცვლის ყველაფერს, რაც ვიცით მჟავანაძის შესახებ. ან შესაძლოა ისინი დარჩება საიდუმლოებად სამუდამოდ. მაგრამ ერთი რამ არის ცხადი, მჟავანაძის ისტორია არ არის მხოლოდ ისტორია კორუფციისა და ძალაუფლების. ეს არის ისტორია ადამიანისა, რთული, კონტრადიქტორული, ტრაგიკული ადამიანისა. ადამიანისა, რომელმაც გააკეთა დიდი რამეები და ცუდი რამეები. ადამიანისა, რომელმაც ააშენა და განადგურა. ადამიანისა, რომელმაც იცოდა დიდება და იცოდა დამარცხება. და ეს არის ისტორია, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. რადგან სანამ არსებობს კითხვები, სანამ არსებობს საიდუმლოებები, სანამ არსებობს ადამიანები, რომლებიც ეძებენ სიმართლეს. ეს ისტორია გაგრძელდება. ის გაგრძელდება არა როგორც მითი, არამედ როგორც რეალობა. არა როგორც ლეგენდა, არამედ როგორც გაკვეთილი. გაკვეთილი იმის შესახებ, თუ რა ხდება, როდესაც ძალაუფლება ხდება მიზანი თავისთავად. გაკვეთილი იმის შესახებ, თუ როგორ არიან ადამიანები რთულები, კონტრადიქტორულები, შეუძლებელი მარტივი განსჯისთვის. ეს არის ისტორია ვასილ მჟავანაძისა, ადამიანისა, რომელიც იყო ყოვლისშემძლე და უძლური, ძლიერი და სუსტი, შემოქმედი და განმადგურებელი. ადამიანისა, რომელმაც დატოვა კითხვები, რომლებზეც ჯერ კიდევ ეძებთ პასუხებს. 1979 წლის შემდეგ, როდესაც მჟავანაძე უკვე არ იყო ამ ქვეყნად, მოხდა რაღაც, რამაც აჩვენა, რომ მისი ისტორია ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ერთ-ერთმა ამერიკელმა ისტორიკოსმა, რომელიც მუშაობდა საბჭოთა კავშირის ისტორიაზე, მიიღო უცნაური წინადადება. ვიღაცამ, ვინც არ ასახელებდა თავს, შესთავაზა მას წვდომა დოკუმენტებზე, რომლებიც შეიცავდნენ ინფორმაციას მჟავანაძის შესახებ. ეს ადამიანი ამბობდა, რომ მას ჰქონდა მასალები, რომლებიც შეძლებდნენ სრულიად ახალი სინათლის მოფენას ამ ისტორიაზე. მაგრამ ის ითხოვდა გარანტიებს, რომ ეს ინფორმაცია გამოყენებულიყო მხოლოდ აკადემიური მიზნებისთვის, რომ არ დაზიანდებოდნენ ცოცხალი ადამიანები, რომ ყველაფერი ყოფილიყო ანონიმური. ისტორიკოსმა დათანხმდა ამ პირობებს და მიიღო მასალები. ის, რაც მან იხილა, იყო შოკის მომგვრელი. ეს იყო კოლექცია დოკუმენტებისა, ფოტოებისა, ჩანაწერებისა, რომლებიც აჩვენებდნენ მჟავანაძის სისტემას არა როგორც უბრალოდ კორუფციულ ქსელს, არამედ როგორც რთულ მრავალშრიან ორგანიზმს, რომელიც ერთდროულად იყო დესტრუქციული და კონსტრუქციული. დოკუმენტები აჩვენებდნენ, რომ მჟავანაძის სისტემა რეალურად ახორციელებდა პროექტებს, რომლებიც ოფიციალურად არ არსებობდა, საავადმყოფოების მშენებლობას, სკოლების რემონტს, გზების გაყვანას, ღარიბი ოჯახების დახმარებას. ეს ყველაფერი კეთდებოდა ფარულად. ჩრდილოვანი ბიუჯეტიდან, მაგრამ ეს რეალურად კეთდებოდა. ამავდროულად დოკუმენტები აჩვენებდნენ, რომ ეს სისტემა იყო ღრმად კორუმპირებული. ფული, რომელიც მიდიოდა ამ პროექტებზე, ნაწილობრივ იყო ნაპარი იმ ფულისა, რომელიც მოიპარებოდა სხვა პროექტებიდან. ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ ამ სისტემაში, იღებდნენ ანაზღაურებას, რომელიც იყო ბევრჯერ უფრო მაღალი, ვიდრე მათი ოფიციალური ხელფასები. კომპანიები, რომლებიც ახორციელებდნენ ამ პროექტებს, იყვნენ დაკავშირებულნი მჟავანაძესთან პირადი ინტერესებით. ეს იყო სისტემა, სადაც კარგი და ცუდი იყო იმდენად შერეული, რომ შეუძლებელი იყო მათი გამოყოფა. მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო ის, რაც დოკუმენტები აჩვენებდნენ მჟავანაძის პიროვნების შესახებ. ეს იყო ადამიანი, რომელიც რეალურად სწამდა, რომ ისაკეთებდა სწორს. ის ხედავდა საბჭოთა სისტემას როგორც ბიუროკრატიულ, ნელ არაეფექტურს. ის სწამდა, რომ მისი მეთოდები, მიუხედავად მათი არალეგალურობისა, იყო უფრო ეფექტური, უფრო